მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 ათწლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველკვირა მსჯელობს ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. კარგი, რას ვაკეთებდით ხოლმე, როგორ ვაკეთებდით საბრძი ვარ, ესე მოვიჯდე, წინ უნდა მოვიწიო. ცოტა წინ. წინ კი Don't მოვიწევი, overthink it. თან ეს ძალიან გამართული ხარ. გიგეც არის ამ ლამაზე ამაღებული ზადაჩავეცვი და არაფერი არ ჩანს მაინც. არა, I tried. არა და ნახე როგორია. მე სტივ ჯობსი ვიცუ ერთი და იგივე როლინგი რომ აცვია, ეგეც უნდა აღნიშნოთ ჩვენს პოდკასტში. ხო, კიდე კაი, მე რაღაცებს ვცდილობ, რომ ისა ყველა ეს ეპიზოდი ერთ და იგივე არ ეგონოთ. მე ვცდილობ, რომ ყურადღება არ გადავატანინო კონტენტიდან ადამიანებს. კი, და მე აქ რაღაც მარკეტინგული ხრიკებით ვცდილობ, რომ მოვიზიდო ჩვენი მსმენელი, იმიტომ რომ აი იმაზე რა ქვია Spotify-ზე ან iPhone-ში რო გვისმენენ, ეს არის რა ქვია, ხო ძალიან ჩანს რა. კარგად ხედავენ შემდეგ კონტენტს. მაგრამ უნდა აღნიშნო, რომ დღეს ისევ ახალი საყურები მიკეთია, რომელიც სპეციალურად პოდკასტისთვის შევიძინე ჩემს ტრიპში. და ამაზე კასეტები, მაგნიტოფონია. ანუ არაფერი კავშირი არ აქვს იმასთან, რა ქვია, ადგილმდებარეობასთან, სადაც ვიყავი, მაგრამ იქიდან ამ პოდკასტისთვის შევიძინე, რომ მეთქი აი სათქო გავაგრძელებ ამ ტრადიციას, რომ სადამდე გაკაჩავს, არ ვიცი, იმიტომ რომ თქო მაგდენი საყურეც არ მაქვს. მაგრამ ალბათ ალაგ-ალაგ შემოვმატებ კოლექციას. თან ერთი ის მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საყურე, რომელსაც ველოდები რომ გავიკეთო, რომელიც ჩემი ხელით გავაკეთე ჩემს მეგობრად. მოკლედ. ხო და აბა როგორ ხარ ნაინო მაყევი? ხო, ძალიან დიდხანი არ გველაპარაკია. თან ანუ პოდკასტის ძალიან დიდხანი არ ჩაგვეწერია და თან ერთმანეთთან ძალიან დიდხანი არ გველაპარაკია, იმიტომ ორმაგად დახუნძლული სიტყვები. რაც ეს პოდკასტი გვაქვს, თითქმის მხოლოდ ამ დროს ვლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ. ხო. როგორ ვარ და დასვენებული, ვინაიდან ვიყავ შვებულებაში და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რომელზეც სულ არ ფიქრობდი, რომ პოდკასტში ვილაპარაკებდით. მართალი გითხრა, რაღაცნაირად არ მქონდა ეგ მოლოდინი რა. მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო რაღაცები მოხდა და რომ ხდებოდა პროცესში ვფიქრობდი, რომ რა მაგარია როდის მოვუყვე ხალხს ამის შესახებ თქო რა, იმიტომ რომ რაღაცნაირი სხვა რაღაცა იყო, რაღაც ისეთი არ იყო, რასაც მოველოდი რა, რაღაცა განსხვავებული რაღაცები იყო და თან რო ანუ გვილაპარაკია მაგაზე, რომ რაღაცა მარტო იმას სამოგზაურო პოდკასტად არ გადაგქცეულიყავით, დიდად არ ვაპირებდით რაღაც ამ მოგზაურობის ამბების მოყოლას, მაგრამ აქ მარტო მოგზაურობაზე არ არის რა, ანუ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და მაგაზე მინდოდა და ძალიან ჯერ შენთვის მომეყოლა რა და ნუ მე მემსმენელისთვისაც მათ შორის. ხო და რითი დავიწყო არ ვიცი. თუ გინდა მკითხე და მე ჯერ რატო გადაწყვიტე საერთოდ ტაილანდში წასვლა? და ხო, ესე იგი, მოკლედ ტაილანდი ჩემს სამოგზაურო bucket list-ში არის ძალიან დიდი ხანია. ანუ მას მერე რაც ეს ზამთარში ზაფხულში წასვლები დავიწყე ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ რომ ყოველ ზამთარს თბილ ქვეყანაში გავატარო შვებულება. ტაილანდი მათ შორის იყო ამ ჩემს სიაში რა. მაგრამ თქვენ ყველა მიღალატეთ და მე რო ვაპირებ თქვენ ერთად წასულიყავით ტაილანდში. ან ბავშვები გააჩინეთ, ხან გადაცხოვრდით სხვა ქვეყანებში და დავრჩი ესე ეულად და ვერავინ ვერ დავითანხმე ტაილანდში წამოსასვლელად. ლიკაც რომელთან ერთად მალდივებზე ვიყავი, წელს რაღაცა ნუ არ დალაგდა მის განრიგში ისე რომ წამოსულიყო, თორე ლიკა ვიცი რომ ნამდვილად წამოვიდოდა. ხო და მე კიდე ვფიქრობდი იმაზე რომ ზამთარში, ნუ ისაც წინასწარ ხო გეგმავ ხოლმე, იმიტომ რომ თუ წინასწარ არ დავგეგმე არ გამომდის ეს შვებულება და დასვენება რა, ამიტომ კაი ხნით ადრე ვფიქრობდი იმაზე რა გამეკეთებინა ზამთარში.
და თან რაღაცა ჩემ დაბადების დღეზეც მეფიქრებოდა მათ შორის, რომ როგორ გამეტარებინა. და ამ ყველაფრის გეგმა რო დავიწყე, მანამდე ქვეყანა ესე ძალიან თავზე არ გვენგრეოდა, ნაწილობრივ გვენგრეოდა, კიდე ატანადად იყო. ამიტომ ისა როგორ მაშინ გეგმა რო დავიწყე, თლათ ეს სხვანაირად იყო გარემოებები და ამომიგდო რაღაც ერთ-ერთი იმისი ტურისტული სააგენტოს შეთავაზება ჯგუფურ ტურზე ტაილანდში. და ძალიან თვითონ თარიღები ძალიან კარგად ემთხვეოდა თან ჩემ დაბადების დღეს და რაღაცა თან 10 დღე გამოდიოდა და კარგი შეთავაზება იყო. ერთი ის იყო, რომ ჯგუფური ტური იყო, რომელშიც არასდროს არ ყოფილვარ და ძალიან ისე ვიყავი, სკეპტიკურად არ ვიყავი განწყობილი, მაგრამ არ ვიცი რა, მორალურად მზად ვიყავი თუ არა, რომ წასული ხავი ამ ჯგუფურ ტურში. ხო და ჯერ კიდე მოკლედ ივლისში შევამოწმე ხა როდის მივწერე სააგენტოს ჯერ კიდე ივლისში მქონია რაღაცები ვკითხე რომ არ მახსოვს რა მივწერე, მაგრამ მოკლედ რაღაცები ვკითხე ამ ტურთან დაკავშირებით. და მაგის მერე მოკლედ ძალიან ჩამევარ და გულში ეს რა ქვია, ტაილანდში წასვლა და მას მერე გეგმავდი იქ რაღაცა ნაწილი თანხა უნდა წინასწარ გადაიხადო რომ დაგიჯავშნონ ჯავშნის თანხა და ამ თელ პროცესში მერე ესე ქვეყანაც თავზე შემოგვენგრა და რომ მოვიდა ეს შვებულების დრო ცოტა სინდისი მაწუხებდა რომ მივდიოდი, მაგრამ იმასაც ხვდებოდი რომ რო არ დავისვენო, არ რავისთვის სასარგებლო არ ვიქნები საერთოდ რა და მათ შორის არც იმ რაღაცა იმისთვის კოზისთვის რომელზეც გული შემტკივა და თან უკვე შესწავლილი რომ ყავს ჩემი თავი ეს დასვენება ვიცოდი რომ მესაჭიროებოდა, ამიტომ მორალურად შევამზადე ჩემი თავი რომ მე მივდივარ თან ჩემი დაბადების დღეა, მაქსიმალურად ვისვენებ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად მოვეთიშო ყველაფერს და ვისიამოვნო და თან კი ახალი გამოცდილებაა და ვიღაცა უცხო ადამიანთან შემოსახლებენ ნომერში. მაგრამ ანუ იმის ოფშენიც იყო რა, ცალკე შესულიყავი ნომერში რაღაც ცოტა თანხას ამატებდი, მაგრამ თანხაც დამენანა მართლა გითხრა. და თან ისიც ვფიქრე რომ მეთქი მოდი ჩემს თავს გამოვცდი და კომფორტის ზონიდან ცოტას გამოვიყვან თქო რა რაღაცნაირად არ ვიცი რატო ვიყავი მზად. ძალიან adventurous. ხო, გადასავლებით ისახე მოყვარული ადამიანი ხარ. ხო, არ ვიცი, არ ველოდი ჩემგან. ხო, შეს ბევრი რაღაცები აღმოვაჩინე, რასაც კი არ ველოდი, მაგრამ მეგონა რომ დაკარგული მქონდა რაღაცა უნარები და ამ პროცესში აღმოვაჩინე. ხო და მოკლედ ესე ის იყო რა ქვია მოვიდა წასვლის დრო და მივხვდი რომ მორალურად გადავეწყო სრულად რელსები დასვენებაზე, ტვინის გამოთიშვაზე, გარემოს ცვლილებაზე და უკან დაბრუნებულბაზე, ენერგიული უფრო და დასვენებული მათ შორის მენტალურად რა ალბათ უფრო მეტად, იმიტომ რომ ფიზიკურ დასვენებაზე მქონდა ეჭვები რომ თლად ბოლომდე არ გამომივიდოდა ისეთი destination-ი, ახლა ის არ არის რა ქვია თურქეთის რაღაცა რეზორტი. ხო და ესე მოკლედ დიდი შესავალი იმისა როგორ მოვყავი თავი ტაილანდში. ანუ მე გავაგზავნე თუ შენ გინდა რომ მკითხო. მაიცად არ ველოდი რომ ჩემი კითხვის ჯერი. ანუ მე ხოიცი რომ 24/7-ზე შემიძლია რომ ჩავარაკრაკო, მაგრამ რა კარგად იყავი რას გონით წასული და მე. ხო, კაი, მოდი მე დაკისო მაშინ ამ კითხვას. ესე იგი, წახვედი იანვრის დასაწყისში. და როგორი ამინდი დაგხვდა იქ. ეგეც მაინტერესებს და ანუ პირველი შთაბეჭდილებები რა იყო? ანუ პირველი კულტურული შოკი რა გქონდა? და ასევე მაინტერესებს ანუ როგორი ტიპის ადამიანებთან ერთად მოხვდი ზოგადად ვინ დადის ეგეთ ჯგუფებში? რატომღაც თავიდან რომ მითხარი მეგონა რომ უცხოელებთან ერთად იყავი და მე მივხვდი რომ ქართველებთან ერთად იყავი, ქართული ტური იყო. ეგეც ანუ აი როგორია ქართული საზოგადოება ტურში. რომელიც ჯგუფებში დადის. ხო, ეხლა ნახე. მოკლედ ეს ტური შედგებოდა ორი მისგან, ქალაქისგან, ფუკეთისგან და ბანგკოკისგან და ეგეც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ პირველად რომ მივდიოდი, ორივეს ნახვის საშუალება მექნებოდა და არ მომიწევდა რომ რაღაცა ეხლა ამას ნახავ და ანუ რაღაცა უფრო ცოტა ისეთი ფართო წარმოდგენა შემექმნებოდა თვითონ ქვეყანაზე. კი, იანვრის დასაწყისში წავედით 9-ში თუ რაღაც და 10 დღიანი იყო ეს ტური, უფრო მეტი ფუკეთში გავატარეთ დრო და მერე ბოლო 3 თუ რაღაცა დღე გამოდიოდა ბანგკოკში. ამინდი იყო
ძალიან კარგი, ძალიან ცხელოდა, ანუ ესეთი რა, თქვათ თბილისის აგვისტოს ის არა ალბათ, უფრო ნესტი არის, იმიტომ რომ, ფუკეტში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არის, რა ქვია, საკურორტო ქალაქი. და ძალიან ცხელოდა რა, ისე რომ ბანაობაც რო გინდა და წყალში ჩასვლაც რო გინდა და წყალიც რო ძალიან სასიამოვნოა და არც ძალიან ცივია და არც ის არის, რა ქვია, რაღაცაზე მდუღარე, რომ არ გაგაგრილოს და ძალიან მოკლედ კარგი პერიოდია მაგ მხრივ რა, ამინდის მხრივ. ფუკეთი მოკლედ არის იქაური ქობულეთის არ ვუწოდებდი ბათუმსა და ქობულეთს შორის რა. არცლად ბათუმია, მაგრამ ეხანდელ ბათუმს რო შეადრო ალბათ უფრო არის, მოკლედ საკურორტო ქალაქია და თავისი რაღაც ვაიბები აქვს და ბანგკოკი ეს არის ბანგკოკი და თავისი ვაიბები აქვს ბანგკოკს. მე რომ მივდიოდი მოკლედ არაფერი წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა ტაილანდელ ხალხზე და არაფერი მათზე არ ვიცოდი. გარდა იმ რაღაც ტაილანდური მასაჟი ეგ რაღაცა დებილური მოკლედ ისა სტერეოტიპები და ტაილანდურ საჭმელი რომელიც სადაც მიჭამია მომწონებია და პირდაპირ ორიგინალში გასინჯო ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი მოგზაურობის мотиваცია ჭამა არის ხო და ამიტომ კულტურული შოკი ესეთი არ მქონდა განსაკუთრებული, მაგრამ განსხვავებული ხალხი არის ნამდვილად და ის ანუ საერთოდ სხვანაირი ტიპები არიან იმისგან განსხვავებით, სადაც აქამდე ყოფილვარ. და ძალიან friendly არიან, აი ძალიან და მე რომ მანამდე არაფერი არ იმას მიქნია დამიგუგლავს და მე იქ რო ვიყავი იქ კითხულობდი რა რაღაცებს და Land of Smiles ქვია მოკლედ ტაილანდს თურმე, იმიტომ რომ ყველარი არის ძალიან ღიმილიანები და მართლა და თან ოღონდ ის როგორ არის ტურისტულად კი არ გიღიმიან, რომ ახლა შენ ტურისტი ხარ და უნდათ რაღაცა მართლა ესეთი კეთილგანწყობილი პოზიტიური ხალხი არის, რომელიც უბრალოდ ბედნიერია და გიღიმის და შენც ადამიანურად იმაშვება რა, გიღებს და დამოკიდებულება აქვს, მოკლედ რაღაცა ესეთი ადამიანური სიყვარულის. და მაგიტო ისე თვითონ ქვეყანაშიც და იმ ორ ლოკაციაზეც ვიყავ, ისეთი გარემო იყო მეგობრული, რომ საერთოდ სხვანაირად მშვიდად ხარ, გახსნილი ხარ და ყველაფრის მიმართ პოზიტიური ხარ, რა, იმიტომ რომ ეს ადამიანებიც განგაწყობენ მაგისკენ. და უსაფრთხოების ისეთი მაგარი შეგრძნება მქონდა, რომელიც არც ერთ რაღაც ევროპის ქალაქში არ მქონია და ჩემ უბანში არ მქონია. იმიტომ რომ თვითონ ხალხი არის ეგეთი და ეგეთ განწყობას ქონიან. თან მოგეხსენება მან ეს არის რა ქვია ტრანსგენდერების უფლებები ძალიან ისეთ მაღალ დონეზე არის. მე რომ მაგასაც რო ნახულობდი, ანუ აზიის ქვეყნებიდან ქალების უფლებები ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე ტაილანდშია და უმცირესობების უფლებებიც მათ შორის, იმიტომ რომ რელიგიურად მოდის, რომ იმაში ბუდიზმში ეს ისა რა ქვია რაღაცა ქვია მოკლედ ტერმინი დამავიწყდა და ეს ბავშვი რომელიც queer-ია რა, მოკლედ თანამედროვე ტერმინით, ის მოაქვს, წარმატება მოაქვს, რომ იბადება ოჯახში. ამიტომ ძალიან რელიგიურად პატივსაცემი არიან და აქედან გამომდინარე, ანუ არაფერი სხვა ის არ არის, რომ ეხლა იქ წყალში ისინი ჰორმონებს უშვებენ და მაგით არიან რაღაც არ ვიცი, შეიძლება ესე გონო ჩვენ სვენებისგან ალბათ არ არის, მაგრამ მაინც ანუ რაღაცა არაბუნებრივი არ ხდება, რის გამოც იქ ეხლა ტრანსგენდერდება ხალხი, უბრალოდ რელიგიურად და კულტურულად იმდენად მიღებული არის, რომ არ უწევთ დამალვა და პირიქით celebrated არიან, ჩვეულებრივად მუშაობენ, ექსესი აქვთ ყველანაირ ჰორმონალურ იმაზეც რა ქვია, მკურნალობაზეც, პირდაპირ აფთიაქში შევიდნენ და ეს შეიძინონ ჰორმონები, როგორც გუგლში წავიკითხე ეგეც პროცესში. რაღაცებს რომ ნახულობდი და ამიტომ მოკლედ ძალიან ის არის, ეს ladyboy culture არის გავრცელებული. მაგრამ საინტერესო რა არის, იცი რომ მართალია ტაილანდი რაღაცნაირად ამ საკურორტო ქვეყნებიდან ცნობილია იმით, რომ აი ხო რაღაცა სექს დასვენებისთვის მიდის რა ხალხი. მეც მაგასთან მიასოცირდება. ევროპაში მაგის destination-ი არის რეალურად. sex travel. მაგრამ ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეგეთი ისა აქვს, რა ქვია, რეპუტაცია ადგილზე
ეგ არ გაქვს ან რაღაცნაირი გარყვნილი შეგრძნებით კი არ გაქვს, რომ ეს sex destination-ია. უბრალოდ როგორც რავი, კი ადამიანებს უნდათ ადამიანებთან სექსი და მაგისტრის მიდიან აუცხო ქვეყანაში, რომელშიც რავი, რაღაცა პატარა ეგზოტიკა არის. ანუ რაღაცა ის პახაბნი თემა რაც არის რა, რომელიც მაგალითად ეგეთ შეგრძნება პახაბნის მქონდა, არ ვიცი ქართულად გარყვნილება ქვია, მაგრამ გარყვნილება ეგ არ არის, იმენა პახაბშინა რა. ეგ შეგრძნება მაგალითად მქონდა Red Light District-ზე როცა ვიყავი ამსტერდამში ღამის 4 საათზე. ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცნაირი აი კონსუმერული, კაპიტალისტური უბრალოდ აი რაღაცა ის იყო რა, რაღაცა ატრაქციონი. ხო, აი ატრაქციონივით იყო, რომ ეს ქალები იდგნენ ამ იმაში ვიტრინებში და ეპატიჟებოდნენ ამ მებს და აი ვინ აირჩევს ახლა მათ და ვინ მიცემს ფულს და რაღაცა და ტაილანდში არ ვიცი, არა აქ ეგ ვაიბი რა, ტაილანდში აქ ის რომ ადამიანის სიამოვნებაზე არის ყველაფერი ორიენტირებული და არა გარყვნილებაზე. და მაგიტო მოკლედ ამ ტაილანდურ მასაჟზე რო ვფიქრობდი და გავიკეთე კიდეც ყოველდღე ვიკეთებდით იქ მასაჟს რა. Happy ending-ით არ აქვს. მაგას მეკითხა და ვერ გადავწყვიტე. ხო, მასაჟზე მოკლედ ცალკე მოვყვები. ხო, და აი ამაზე მოკლედ ამ დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი და მასაჟის თემაზე წინა კითხვებს უპასუხებ და მერე გავშლი თვითონ ფულკეთში ხდებოდა. ხო, და მოკლედ overall კულტურული შოკი არა, მაგრამ აი ეს კულტურული განსხვავება პირველი რაც დავაფიქსირე და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იყო ეს ხალხის განსხვავებულობა, რომელიც მართლა გულითადად sincerely დაბადებიდან და კულტურულად არიან ესეთი კეთილი და კეთილგანწყობილი და ერთადერთი შეხება ტაილანდელი ხალხის მაგ თვისებასთან მქონდა Drag Race-დან რა. იმიტომ რომ ერთ-ერთი მონაწილე იყო ტაილანდიდან და ეს ტიპი იყო როგორი პოზიტიური იცი კი არა და პოზიტიური კი არა რაღაცა სათანო რა და ყველაფერზე მადლობა და ეს თავის დაქნება და სულ ფიქრობდი რომ მეთქი ანუ ეს არის ესეთი nice თუ რა ხდება და ტაილანდში ჩავდი მივხვდი რომ ყველაფერზე ანუ ეს მადლობის ნიშანი რა ეს მადლიერება არის ყველაფერზე და მეც ვისწავლე და ესე ცოტა იდიოტი ტურისტები რომ ნამასტეს შვებიან მეც მადლობა მაგრამ ყველაფერზე მადლობს იმიტომ რომ შენ თვითონ გაქვს მე განწყობა რა ისინი რომ ესე არიან რა შენს მადლიერი იყო იმიტომ მართლა მადლიერი ხარ იმის რომ არსებობენ და ეს რაღაცნაირი პოზიტიური სამყარო აქვს შექმნილი სადაც ესე შეგიძლია თავი კარგად იგრძნო და მოკლედ ეგ იყო ძალიან შთამბეჭდავი ჩემთვის და ეგ რო დაიწყო მე მაგაზე დაეშენა მთელი ყველაფერი და მაგიტო ძალიან კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად დასვენებული და პოზიტიურად დამოხტული წამოვედი რა იქიდან. ხო და ეხლა მეორე კითხვას დავუბრუნდები, რომელიც იმას ეხება, რა ქვია. რა მკითხე იმაზე, ხო, ხალხზე ვინც იყო. ხო, ეხლა რაც შეეხება, ეგ ცალკე საინტერესო ექსპერიენსი იყო ის, რომ ნუ თავიდან ისე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ეს ის იყო რომ მოკლეს ის სააგენტო რომელთაც წავედი ვოიაჟერი ქვია და არიან free business-ზეც არიან დარეგისტრირებული და ძალიან მოკლედ აქტიურად არიან პროტესტის მხარდამჭერები და ეს არის რა ქვია ხმამაღლა გამოთქვამი და მაგიტო კიდევ უფრო სასიამოვნო იყო სხვა შორის აი ანუ ხო პროტესტამდე ვიპოვე და დავუკავშირდი და მე აი ამ პროტესტის პროცესში რაღაცნაირად თითქოს სინდისი მქონდა სუფთა რომ ვიღაცა ის რაღაც პროსახელისუფლებო ან ინდიფერენტულ ადამიანებს არ იმაშებოდი ვუხდიდი ფულს და კიდევ უფრო რაღაცა მშვიდად შემეძლო რომ წავსულიყავი და სინდისი არ დავეკენჭე და მივწერე კიდეც მაგაზე რომ მეთქი არა პრეტენზიული და რომ ერთადერთი თხოვნა მაქვს მეთქი რომ კოცთან არ შემოსახლოთ ოთახში და ხო და რა ვიცი ალბათ ჩვენთან არც მომდებოდო თანამშრომლობაო და არ იქნებიანო და პრინციპში ეგრეც იყო, იმიტომ რომ ანუ ყველა ვინც იქ იყო ძალიან
პოზიტიური ხალხი იყო, თან ყველანიც ორიენტირებული იყვნენ იმაზე, რომ დაესვენათ და რაღაც ის არ იყო რა განწყობა, მტრული ერთმანეთის მიმართ. რატო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ხაიცი ზოგი ხო არის რაღაცნაირი ხალხი რა, ყველგან რომ შეიძლება რომ ჩააშხამონ რაღაცები. და ყველა იყო რაღაცა ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებული. ტურში მე მგონი 22-ნი ვიყავით, ვინც ტურით ვიყავით. ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ არც ერთხელ არ დავითვალე იმდენად დარელაქსებული ყავ. და თან ანუ ხო ტურით წასვლა კიდე რატო მომეწონა, რომ მინდოდა რაღაც ახალ ადგილას წავსულიყავი, მაგრამ თან მე თვითონ არ დამეხარჯა ძალიან ბევრი დრო დაგეგმვაზე და იცი მე როგორ ვიცი ხოლმე ხო ის მაგის კეთება და ისევ რაღაცა ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ვიყავი, არ მინდოდა და ეს რაღაცა კარგი ის გამოდგა, რომ შენს მაგივრად ყველაფერს შვებიან, არაფერს შენ ბოლოს მიდი და გული გადარიცხე და თქვი ეს მინდა და ის არ მინდა. და პროგრამაც აქვს რაღაცა თავისი, ანუ ყველაფერში ყველა იქიდან გამომდინარე რომ ვიცოდი რისი ენერგია მაქვს, რაღაცა ტურები მაგალითად ავიღე მერეში და რაღაცები არა. აი მაგაზე მე მოყვი რომ მივაბი რაღაცები. ხო და ეს ხალხი მოკლედ ძალიან ის იყო. ყველანი რაღაც თვითონ მე მგონი ლოკაციაც ისეთ ადგილას მივდიოდით, რომ რაღაცნაირი შებოჭილი და არა თავისუფალი და გონება გახსნილი ადამიანი არც წამოვიდოდა რა და მაგიდან გამომდინარე მე მგონი მაგანაც განაპირობა რომ ასაკობრივი კატეგორია იყო ძალიან ფართო რა 19 წლიდან 63 წლამდე იყო ხალხი მაგრამ ყველანი ძალიან ისეთი თავისუფალი ადამიანები იყვნენ რა და არავის არაფერი რაღაცა არც გაკვირვები არც არაფერზე ის არ ქონია გართულება ვისაც რას უნდა აკეთებდა და კომუნიკაციაში საერთოდ არაფერი პრობლემა არ ყოფილა პლუს მაგას ახლა შენ იცი ჩემი პიროვნება და მსმენელებმაც ალბათ იციან რომ რაღაცაზე უკან არ დავიხევდი და თავს არ ვიკავებ არაფერზე და მიუხედავად ამისა რომ მე არაფერს დავერ შემიკავებია ძალიან მოულოდნელი იყო რომ ყველასა ძალიან გაი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა რა არც იმაზე გამოხატვაზე ვიკავებდი თავს არც ხუმრობაზე და არაფერზე მაგრამ მიუხედავად იმისა ეს ადამიანები ჩემნაირი ტიპაჟები იყვნენ თუ არა და რაღაც საერთო რაღაც იმაში ვიყავით წრეში თუ არ ვიყავით არ ქონდა ეს კომუნიკაციის პრობლემა რა და მან ხვდები ადამიანური ურთიერთობების რაღაც ბაზისებს რომლებიც უბრალოდ ღიაობაზეა დამოკიდებული და არაფერ სხვაზე და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რაღაცა ერთნაირ გარემოდან მოდიხართ ერთი ბაბლი გაქვთ თუ არა იმიტომ რომ იქ ვინც იყო თითქმის არავისთან გადაკვეთის წერტილი არ მქონია რა ანუ ერთ გოგოსთან აღმოვაჩინე საერთო სამეგობრო და ნუ რაღაცა კიდე ვიღაცასთან ასევე რაღაც მაგრამ აი ესეთი ხო ხვდები რომ უი ეს ვიღაცის ჩერეს მეგობარი აღმოჩნდა რომელიც ანუ ისეთი ხალხია რომელსაც ყოველ დღიურობაში 36 წელია ამ დედამიწაზე დავდივარ და არსად არ გადავყრებარ და შევხვდი აი აქ და მანდაც ძალიან ის იყო ჩემ თავისგან არ მოველოდი და მეგონა რომ დაკარგული მქონდა რაღაცნაირად ეს ახალ ხალხთან ურთიერთობის არ ვიცი რა ხო რაღაც და თურმე არ მქონია და ძალიან როდესაც ანუ ყველა სხვა თანაბარ პირობებში როდესაც არაფერი არ ხდება და ცხოვრობთ ადამიანები ჩვენთვის და ვარსებობთ თურმე პოზიტიური ყოფილა შემძლებია. მე უკვე მეგონა რომ ძალიან მიზანტროპად ვიქეცი რა და აი საერთოდ აღარ შეგიძლია აი ხალხის დანახვა რო არ გინდა. ანუ ექსტროვერსიასთან რო არ აქვს რა კავშირი. ანუ ერთია რომ ექსტროვერსია და რაღაც ხალხთან კომუნიკაცია, მაგრამ აი ეს ახალი ხალხის გაცნობა და მე მათთან ლაპარაკი და მე რაღაცა ვაფშე სხვა ის არის. და მეგონა რომ ეს საერთოდ არ შემეძლო იქ. მაგრამ მივხვდი რომ განწყობას გააჩნია და აი მდგომარეობას რომელშიც ხარ რა და თვითონ ეს ადამიანებიც იმდენად თავისუფალი გახსნილი და პოზიტიურებიც იყვნენ თავის მხრივ რომ შენც მე სიამოვნებს მიხვდით რომ საერთოდ არაფერი საერთოდ შეიძლება არ ქონდეს მათთან რა გადაკვეთის წერტილი და სხვა ტიპაჟები იყვნენ შენგან განსხვავებულები და ცოტა მოკლედ რას მოხგონებდა იცი White Lotus უყურებდი პირველი სეზონი მაგნანა ძალიან გავდა ხო და როგორ გავდა იცი ამას და ეს ვუხსენე და არავის ნანახი აი წარმოიდგინე ხალხი იყო რომელსაც White Lotus-ი არ ქონდა ნანახი
ძალიან ის პოპულარული სერიალია. ხო და White Lotus-ში რო არიან, აი ცალკე პერსონაჟები რა ამ რეზორტზე, ხო, ვიღაცა single ქმარს გაშორებული არის, ვიღაცა honeymoon და couple არიან, ვიღაცა ასაკშია უფრო, ვიღაცა თინეიჯერია და რაღაც. აი ეგეთი მრავალფეროვანი, აი ძალიან გავდა. და მაქედან გამომდინარე კიდევ უფრო საინტერესო იყო პერსონაჟებზე დაკვირვება რა, თვითონ ამ ადამიანებს და ვინ როგორ იქცევა რა სიტუაციაში და ვინ რა ტიპაჟია და ცოტა რაღაც პარალელის გავლება. და მაქედან გამომდინარე კიდე იმიტომ რომ აი ხალხის დაკვირვება რომ მიყვარს, ეგ მომენტი რომ დავიჭირე და დავამოღამე ძალიან საინტერესო იყო რა. ხო და ხალხი იყო ყველანაირი. მე წვილი იყო რომელიც ახალდაქორწინებული იყო და kinda honeymoon ჰქონდათ რა ცოტა დაგვიანებული აღმოვაჩინე ჩემი მეგობრების მეგობრის დედა რომელიც იყო წამოსული და ნუ მე დავკავშირდით და აღმოვაჩინეთ რომ საერთოდ ამ მეგობარი ეს ბიჭი ყავდა რომელიც მისი შვილის მეგობარი არის და ჩემი მეგობრების მეგობარი. ხო და ესე რაღაცა ძალიან და ასაკობრივ კატეგორიაც ძალიან სხვადასხვანაირი რა. და ტიპაჟებიც ძალიან სხვადასხვა და თავიდან რომ ისე ცოტა ისე რო ხარ რა, ერთმანეთს აწონდაწონით რო უყურებთ რომ ვის რა უსწორდება და რა ხდება. ძალიან რისკი იყო მართლა ეს ისა ამდენ რაღაც 20 და რაღაცა ადამიანში ჩავარდნა, მაგრამ ერთი ის არის რომ ჩემ თავში იმდენად დარწმუნებული ვიყავ რომ უკვე შემიძლია რაღაცები ისე გავაკეთო როგორც მე მინდა და არავის ყუაზე არ ვიარ, ანუ მაგალითად ხშირად ბევრ ხალხთან ერთად რომ მიდიხარ სადღაც მე მაგალითად იმის ის მქონდა ხოლმე რა განსაკუთრებით ადრე რომ შენ თუ რო არიცი რა გინდა რო აკეთო ან იცი და ვერ ამბობ იმიტომ რომ მე ამ სხვა დანარჩენ ჯგუფს არ უნდა და მე აი ეს რაღაცა უხერხულობა იმისა რა და ეხა იმდენად ვიყავ მოტივირებული იმაზე რომ მე ამ შვებულებას მუხლზე გადავიტეხა ჩემ თავზე მოვარგებ ბოლო ფული გადავიხადე და უნდა დავისვენო ფული გაიმოტივატორია ხოლმე ეგეთ რაღაცებში ამიტომ ძალიან ისე ვიყავ მოტივირებული მეთქი ამ შვებულებას მე ისე გავატარებ როგორც მე მინდა და არავის სხვას და მით უმეტეს რაღაცა უცხო 20 ადამიანთან არ დავიწყებ რაღაცა მატრაკვაცობას იმაზე რომ ეხა მე რაღაცა იქ მინდა არ მინდა წასვლა და იმიტომ წავედი რომ ყველა მთქვა რომ წავედი. ამიტომ ყველაფერზე მოკლედ ძალიან შეაწონდაწონილად ვფიქრობ და ეხა მინდა მე აქ წასვლა თუ მინდა წავალ თუ არ მინდა არ წავალ. და ეგ მაგ თავდაჯერებულობა მოკლედ უფრო მშვიდად გადამაწყვეტინე რომ ამდენ ხალხში უცხო ხალხში წავსულიყავი რა. ამიტომ საინტერესო ექსპერიენსი იყო. მოიცა ეხლა რა მაინტერესებს. ანუ აი დღის გამო ყოველი დღე დაგეგმილი იყო თუ რაღაცა თავისუფალი დროები გაქვს და რაღაცა დაგეგმილები. თუ ის დაგეგმილები ყოველთვის ანუ და აირჩიო რა გინდა, ანუ შეიძლება რომ წახვიდე და არაფერი მათთან ერთად არ გააკეთო მაგალითად? კი. და არც გადაიხადო მაგაში შესაბამისად. ხო, ანუ მოკლედ ერთი არის რაც თვითონ ტურში ხდი და მეორე არის შიდა რაღაცეები, რაც შენი ინტერესების მიხედვით შეგიძლია არჩიო. ეხლა აქ როგორ იყო? ამ იმაზე რა ქვია, ხუკეთიდან არის ძირითადად კუნძულები არა სანახავი, რაზეც მიდიხარ. ანუ იქ არის მილიონი კუნძული. მაგრამ რაღაცები არის, რაც ყველაზე ესე ტურისტულია და must-see არის რა, რომ დაგუგლავ რო გეტყვის, რომ აი იმაზე რო რაღაც PP Island არის და კრაბი და ეს ორი უეჭველი ნახო და იქ კიდე რაღაცა მე ერთი კუნძულია, რომელზეც ის ჯეიმს ბონდი გადაიღეს და მე ანუ must-see არის. აი ჯეიმს ბონდზე მაგალითად მე ცარ წავედი და დანჩენებას არ ასქნას რა ქვია, არ აიჩიეს რა ვთქვათ ეგ ტური. ანუ ოპშენები გქონდა სხვადასხვა აქტივობების, რომელზეც შეგვეძლო წასულიყავი. შეგვეძლო ყველაფერზე წასულიყავი და შეგვეძლო ნაწილზე წასულიყავი. მე მაგიტო ძალიან რაციონალურად ეს ოპშენები როცა ანუ სანამ წავიდოდით ეს გქონდა რა, კოლი გქონდა, რომელზეც მოგვიყვნენ რა ხდება, როგორი იქნება flow, რა ის არის რა ქვია რა ტურების საშუალება გვაქვს, რა გვინდა და როგორ გვინდა და რას გავაკეთებთ. რა გვინდა და როგორ გვინდა კი არა და მათ რა ის აქვთ რა სტრუქტურულად. ხო და მაქედან მოკლედ რაღაცებს დავძებნე, რაც შეთავაზებაში იყო, რომ აი დამატებით შეგიძლია ეს და ეს და ეს დაამატო და რაღაცები რაც თან must see იყო, იმიტომ რომ პირველად მივდიოდი და თან ჩემთვის საინტერესო იყო, ისინი ავარჩიე რა.
და თან იმასაც მოვარგე, რომ ყოველდღე სადღაც ყოფილიყავი, ან რაღაცები იყო, რაც must-see არის, მაგრამ არ წავედი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ყოველდღე სადღაც წავსულიყავი, იმიტომ რომ დილით უნდა ადგე, ანუ კიდე ცალკე ტრანსფერი გააკეთო, კიდე სქანა მთელი დღე სადღაც იყო, მივხვდი, რომ მაგის უბრალოდ ის არ მქონდა ენერგია და უნდა შემერგო. ეხლა ისიც არა, ყოველდღე სადღაც ვარ, მე ფიზიკურად ვეღარ შევირიგებ იმ დანარჩენ რაღაცებს, რაც მართლა გამისწორდა. ამიტომ მაგალითად კომპრომისი გავაკეთე რა, ისეთი რომ არც ძალიან გადაუღლილიყავი, თან რაღაცები მენახა, რაც გამისწორდებოდა და რაღაცები მე შემდეგისთვის შემოვინახე. თან რო ჩავედი, მე მგონი მეორე დღესვე გადავწყვიტო, რომ აქ უეჭველი უნდა დაუბრუნდეთ, ხო, ისეთი ადგილია რა. ხო, და ამიტომ შეგიძლია კი, სულ არ იმასგან. მაგალითად ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელსაც უფრო კულტურული ტური უნდოდა. და არა რაღაცა ეს რა ქვია ზედა ზღვაზე გასვლა და კუნძულების ნახვა და იქ sunbathing-ები და კუნძულებზე ბანაობა რა, უფრო რაღაცა მუზეუმები და ისტორიული ნაწილი და ეგეთ რაღაცები აინტერესებდა. საერთოდ ზედა ზღვა არ მიყვარსო. ხო და რომ ისო წინასწარ არ შევხედეო რა ის იყო პროგრამაო ასე რომ ვთქვათ. და ის რა ქვია შეკრებაზე რომ შემოვედითო კოლზო იქ რო ყვებოდნენ რომ ამ იმაში წავალთ ბიჩ კლუბში იქ რაღაცა აქ ამ კუნძულზე მეთქი ვფიქრე რაში გავყავით თავი მაგრამ მე იქ ადგილზე თვითონ რაღაც თავისთვის საინტერესო რაღაცები იპოვა ხო და ცალკე ეგ არის ძალიან საინტერესო რომ მე ხო დასვენება მარტო შემიძლია, იმიტომ რომ არაფერს არ ვაკეთებ და გამოვიძინებ და ყველაფერი, მაგრამ ეს ცოტა ახალი გამოცდილებების ადგილები როცა არის, მან მიყვარს მეგობრებთან ერთად სიარული, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მაგალითად შენ სხვაგან რო წახვალ და მე სხვაგან რო წავალ და მე საღამოს შევხვდებით ერთმანეთს მოვუყვებით, ძალიან საინტერესოა. და ამ ჯგუფური ტურის ბენეფიტი იმაში იყო, რომ ეგეთი იყო 20 ადამიანი. და ანუ უკვე ერთმანეთს უყვებოდი ვინ სად რა გააკეთა და მაგალითად ეს გოგო რომელიც საერთოდ ამ ტურის შინაარსიდან ასე რომ ვთქვათ ამოვარდნილი იყო კიდევ უფრო საინტერესო იყო მასთან ლაპარაკი მაგალითად იმიტომ რომ ერთი მთელი დღე გაატარა რაღაც მეტროთი წავიდა ბანგკოკიდან იმაზე დაახლოებით აი პარიზში რო ის არის მუზეუმის კუნძული რაღაცა ეგეთი ადგილი იყო რომელსაც რაღაცა 1 საათი უნდა და ტრანსპორტიც მისვლა რა და იმ კუნძული არის ბერლინზე ამბობ აბა შენთან მანდაც არ არის შენ რო ცხოვრობდი პირველი ბინა რო ქონდა კუნძულებით არ იყო რაღაცა ის კუნძული იყო მაგრამ მუზეუმების არა просто კუნძული იყო მან მუზეუმი არ ქონდა ირგვლი რაღაც მახსოვს არა მე ვღადაობდი რომ მუზეუმია ეს კუნძული მეთქი იმიტომ რომ ლოკალი არავინ აღარ ცხოვრობდა მუზეუმზე მართლა მე რატომ ახსოვდა რომ მან ირგვლივ იყო რაღაცა ისა ოკეი ხო და მოკლედ ეს ისა რა area იყო სადაც მოკლედ ეს მუზეუმები რაღაცა და საერთოდ არაფერი ყო შეერქონდა ამ ტურისტულ და რაღაც ცენტრალურ ნაწილთან და იქ იყო წასული და რაღაც აბრეშუმები იყიდა და რაღაც იმიტომ რომ აბრეშუმის წარმოება ძალიან ის არის რა იქ ვიღაცა ამერიკელმა ჯარისკაცმა სახლ-მუზეუმის არის მაგის ეგ მე თვითონაც დავჩერე რაღაც კულტურული რაღაცები ესე კინო ვიფიქრებთ რომ მარტო იმაზე პლაჟზე ვეგდე ხო და ამერიკელი ჯარისკაცი იყო რომელიც ომის დროს ჩავიდა და ტაილანდში მოკლედ განავითარა იმის აბრეშუმის წარმოება და სახლ-მუზეუმის არის მისი ბანგკოკში და ძალიან საინტერესო არქიტექტურულადაც ძალიან საინტერესო არის და შინაარსობრივადაც და მოკლედ ეს აბრეშუმი არის it's a thing რა აბრეშუმი არის thing და მარგალიტები მარგალიტები აი ამ გოგოსგან გავიგე რომ it's a thing ხო და ამ გოგოსგან რა ხა მე კი ვიცნობ და სახელთად მოიხსენებ მაგრამ იქნება არ უნდა რომ მოიხსენე ამიტომ რომ მოიხსენე ხო და ეს და ძალიან საინტერესო იყო რა მაგალითად მასთან დაკონექტება და იმის მოყოლა რომ აი მთელი დღე რაღაც აბრეშუმები როგორ არჩია რაღაც ის რა ქვია ხელოვნების მუზეუმებში როგორ იყო რაღაცა ვაზა იყიდა იქიდან ანუ ტაილანდში ძალიან მთელი ჯგუფიდან საერთოდ განსხვავებული ჰქონდა რა ექსპერიენსი რაღაცა ჯუნგლების ტურზე იყო ფუკეტში იმიტომ რომ მზეზე სულ არ უნდა ყოფნა რაღაც ზიპლაინიდან ჩამოვიდა და რაღაცები და ეგ ძალიან საინტერესო იყო რა და ეს ნაწილი რომ 20
სხვადასხვა ადამიანის ისტორია, რომ აი დღეს შენ რა აკეთე, კიდევ მეორე გოგო კიდე რაღაცა სხვა საერთოდ იმაში იყო, უბანში იყო, რომელშიც რაღაც იქაური ჰიპსტერული უბანი იყო და ხალხი რაღაც ლანჩზე იყო გამოსული უბრალოდ იმ დღეს მუშაობდნენ და ჩვეულებრივად იყვნენ საბურთალოზე რომ წამოხვიდა რა ფაქტიურად ეგეთი ფონდში. ხო და მოკლედ ეგ ძალიან საინტერესო იყო. და მაგიტომაც კიდე საინტერესო იყო ჯგუფური ტური მათ შორის, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა იქ კი არ ვიყავი მე თვითონ, მაგრამ ახალი რაღაცები გავიგე. იმიტომ რომ იმ განსხვავებული ინტერესების ადამიანმა მომიყვა იქვე რა თან. ხო და ეგ ძალიან ის იყო, რა ქვია, საინტერესო იყო. ამიტომ მოკლედ ეგ ბევრნაირი ადამიანის ტურში ყოფნა საინტერესოა, ოღონდ თუ შენ თვითონაც მენტალი მზად ხარ იმისთვის, რომ ნავიგაცია გააკეთო რა რაღაცები და სადღაც თქვა რომ აი ახლა მთელი ჯგუფი რომ სადღაც მიდის და შენც წახვედი თუ იქ ყოფნა აღარ გინდა და არ მოგწონს იმის თავი გქონდეს რომ დამოუკიდებლად აადგე და იქიდან წამოხვიდე და არ ელოდო რაღაცა 20 კაცს იმიტომ რომ ისინი ერთობიან და შენ არ მოგწონს იქ ყოფნა რა და ეგეთ რაღაცები ხო ხდება. ოკეი, ავტობუსით მოზრაობდით ერთად რო იყავით? გააჩნია ლოკაციას, ანუ იმაში რა ქვია, ფხუკეთიდან მაგალითად კუნძულების ტურზე როცა ვიყავით, წავედით ჯერ ავტობუსით და მერე იქიდან იმითი, რა ქვია, კატერით და მოვიარეთ რაღაცები. ბანგკოკში მე აღარ ვიყავი არც ერთ ტურზე, მაგრამ ის იყო ავტობუსით დადიოდნენ. ნაკირავები ავტობუსით. ხო. კი. ოკეი. და ან საჭმელი შედიოდა თუ ან ბრექფასტი, საუზმე ან რამე თუ ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა გეჭამოთ. საუზმეები შედიოდა იმ სასტუმროებში რომელშიც ვიყავით და დანარჩენი მე დღის განმავლობაში შენ თვითონ სადაც გაგისწორდებოდა და ეგეც საინტერესო იყო როცა ერთმანეთს უზიარებდით. ერთი მაგალითად ის იყო რა ქვია დედაშვილი იყვნენ და ისინი თავის პონჩიც რაღაცებს ეძებდნენ და საჭმელზე ძალიან დავქონექტი და ძალიან გემრიელი რაღაცები ვჭამეთ, იმიტომ რომ ერთმანეთს უზიარებდით და იმათაც რომ გაიცნეს ჩემი ინტერესები, ეგრევე რომ აი შენ მოგეწონება და მირჩევდნენ რაღაცებს და ეგეც ის იყო, რა ქვია, დამატებითი რამდენიმე ადამიანი იყო, რომელსაც ასევე არ ისერჩებდა რაღაცებს და არჩევდა და უფრო სწრაფად პოულობდი საინტერესო მაგიმებს, რა ქვია, საჭმელი. მომიყევი ხო იცი საჭმელი ყველაზე მეტად მაინტერესებს. ახლა მომიყევი რეები ჭამე. ეხლა მოდი დავიწყებ ქრონოლოგიურად. ერთი მიდან, რა ქვია, ფხუკეთიდან, რომელიც მოკლედ ხო ესეთი აღგიწერ თითოეულ იმას. ქალაქს. ფხუკეთი მოკლედ რომელიც ხო კურორტულია, როგორც თქვი. მან ნუ ის არის, რა ქვია, ეს ზღვა არის და უფრო ეს ზღვის თემა არის მოხდილი. არის ერთი დიდი ქუჩა, ბანგლა როუდი ქვია, რომლის უკანაც ცხოვრობდით პირდაპირ და ეს ქუჩა არის ფაქტიურად შარდენი. ოღონდ შარდენს ვერ შეადრიხ, რა თქმა უნდა, რა. ანუ რაღაც საგიგეთი არის. იმიტომ რომ ესეთი ღია ბარებია. ყველგან ძალიან ხმამაღალი მუსიკა არის. ეს მუსიკა ერთმანეთთან თან იმაშება რა. აი შუაში რო დგახარ, აი ცალყურში ერთი ბარის მუსიკა რომ მეგესვის და მეორეში მეორე. უამრავი ხალხი დადის აქეთ-იქით. ეს ისინი რა ქვია მოდიან და ყველა რაღაცა პინგ-პონგ შოუ და რაღაცებს გთავაზობენ რომ უყურო. და პინგ-პონგ შოუს ცალკე მოყვები ძალიან სასაცილო იყო. ეს ისა და პლუს კიდე თან ამ ბარებში ღიაში პირდაპირ იქვე არიან ეს pole dancing-ს ვერ დავარქმე მაგას, იმიტომ რომ მთელი დღე, მთელი საღამო იქ რო დგანან, ალბათ იმდენად დაღლილები არიან, ესე დგანან ხოლმე უბრალოდ რა ამ pole-თან და ესე ზიგზაგებდნენ ეს გოგოები. პირველ დღეს რომ ჩავედი, რაღაცები ძალიან ზევდიანად გამოიყურებოდა და ცოტა არ გამისწორდა. მე მივხვდი რომ უბრალოდ კიდიათ რა, ანუ they're doing fine. არავინ არ აზალებთ, მაგრამ იციან ენერგია როგორ შეინახონ და ძალიან ანუ იქ რაღაცა იმებს არ აკეთებენ. აერობიკით არ არიან დაკავებული, უბრალოდ რაღაც სექსუალური დამლაგებლის ფორმები აცვიათ და იმასთან რა ქვია, ჯოხთან დგანან ესე უბრალოდ და ირხევიან. და ეს არის რა ქვია და ძალიან ესე ბევრი კიდე დახურული ბარებიც არის რაღაცა gentleman club და რაღაცები და იქ მოგვარდებიან და თავაზობენ რომ აი ეს რაღაცა ლუდი ამდენად და აი ძალიან ქაოსია. ოღონდ
იმისგან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს და არ არის რაღაცნაირი ეს ვულგარული და აგრესიული, არ overwhelmed-იც კი არ ხარ რა. უბრალოდ მაგის ნაწილი ხდები და შენც მენტალურად ერთვები და უკვე ამუღამებ, რომ ეხა იმას შევხედო, ამას შევხედო, აქ ეს ის არის, მე ამ ქუჩაზე ზიარულსაც ამუღამებ და საერთოდ სხვა ის არის რა. სხვა ვაიბი არის და ერთი რასაც დავაკვირდი, ანუ ერთ-ერთ საღამოს მაგალითად კლუბშიც წავედით და მივხვდით რომ მაგარი მე კიდე კლუბებში ზიარული ძალიან მაინტერესებდა ეგ გამოცდილება როგორ იქნებოდა იქაური კლუბი და ძალიან გავერთე, იმიტომ რომ ის იყო რაღაც პაპსებს მიქსავდნენ, ორი ოთახი იყო. ორი ოთახი კი არა და ერთი იყო დიდი სცენა და მეორე იყო რაღაც პატარა ანუ ყრის small room-ის პონტი იყო რა. და იქ რაღაცა ცოტა უფრო ნიშურად დისკოს გამიქსული რაღაცა ისინი იყო და ამ დიდ room-ში ვიღაცა იმ საზომით მაგარი DJ და მე არ ვიცი ოღონდ ვინ არის მაგარი და ვინ არა ძალიან ნიშურად შეიძლება რამდენიმე ტექნო DJ ვიცოდე ისიც ჩემი მეგობრების გამო და ზოგადად აზია სხვა რაღაცა იმებს შექვია კლუბური მუსიკის DJ-ებში ხო და მოკლედ ეს DJ უკრავდა და კიდე MC იყო რომელიც დადიოდა და ისე ყვეთ ხელები აწიეთ რაღაცას ვაზრო და ძალიან რაღაც ესეთი ზდარავი დაკონთული შავკანიანი ლამაზი კაი ხმის ტემბრიანი ტიპი რა მე უცბად ამ შუა კლუბში რამდენიმე სიმღერის შორის იმებს ისროდნენ ფეერვერკის კი არა და კანფეტიც არ არის რაღაცა რა ფურცლები მოკლედ ეს რაღაც და აი ძალიან რაღაცა იმის გიგონებ რომ ახალი წელია ძალიან ერთობი რა მე ვიღაცა ლამაზი გოგოები მოცეკვავები გამოდიოდა ეს ვარდები ქონდათ თავზე სტორი თუ ფოტოებიც მიდევს ეს ვარდები ქონდათ თავზე და ცეკვავდნენ რაღაცნაირად აი ესე რო ცეკვავდნენ ოღონდ რაღაცა გამიქსულ კლუბურ მუსიკაზე ძალიან ეკლექტური იყო მაგრამ it worked და ძალიან გავერთე და თან მაგას დამატებული ასევე უსაფრთხოების შეგრძნება. ანუ იყვნენ ვიღაცები, ვინც ახლა 15 კაცს რო წავედით ახლა კლუბში და თან რაღაცა ლამაზი გოგოები რაღაცები, ვიღაცები ეთმოსნებოდნენ ცოტა, მაგრამ ისევ და ისევ არ იყო რაღაცა შემაშფოთებელი და ისეთი, რომ ახლა ბიჭო და გარეთ გავიდეთ და გცემ და რაღაც, ანუ ძალიან იქვე ან ნეიტრალდებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ხალხიც ან მოწეული იყო, ან თრალი იყო და ძალიან კაი ხასიათზე იყო რა. ხო, მოსაწევი ლეგალურია თან და ძალიან კაი მოსაწევი აქვს და მაქედან გამომდინარე მე მგონი ყველა ძალიან chill არის. მით უმეტეს. ხო, მაკობიდან რომ გამოვედი ღამის 5 საათზე მე უბრალოდ ნაუშნიკები გავიკეთე. ყურსასმენები ბოდიში. და ჩემს მუსიკას უსმენდი და ამ ქუჩაზე ჩავდიოდი რა, აი ამ ხმაურიან საგიჟეთ ქუჩაზე ღამის 5 საათზე. ხო, და ღამის 5 საათზე შარდენზე მაგალითად არ ვივლიდი. ანუ არ ვიგრძნობდი თავს ეგრე ძალიან უსაფრთხოდ. ანუ ის კი არა რომ ანუ არ წავიდოდი, იმიტომ რომ თავის ტკივილია რა. ეხა არაფერს არ მეშინია, გინდა ტანკი დამიყენე, მაგრამ თავს არა ვიტკიებ ეხა რა, რომ შარდენზე რაზე ვიარო ღამის 4 საათზე რომ მე ვიღაცას საქმე ვურჩიო. მაგის მოლოდინიც კი არ მქონდა, რომ ვინმე მოვიდოდა და შემაწუხებდა რამენაირად რა. და ძალიან სასიამოვნო იყო და თან ესე ხალხს რო უყურებ და შენთვის პროსტა სუსმენ, შენ რაც გისწორდება და იქ საგიჟეთი რო ხდება ირგვლივ რა. ეხლა მასაჟის ნაწილი რა, იმაში რა ქვია, ფუკეტში. მოკლედ მასაჟი ძალიან მოხდილია, იმიტომ რომ ეს კურორტული რო არის. ისა აქ ანუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე არის. აი ბანგკოკში მაგალითად ეგრე არ იყო, იქ უფრო რაღაცა სპაები უნდა გენახა და უფრო შორის იყო და აქ აი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, ამ მომენტში რომ გადაიფიქრებ რომ მინდა არ მინდა და მე თუ მოგინდა უსვათ 5 წუთში და 100 მეტრში ისევ იქნება რაღაც ისა რა, მასაჟის ისა. ხო და ეგ გოგოებმა გურჩიეს თვითონ ვისანაცაც ვიყავით, ვინც იყვნენ ისინი წარმომადგენლები ამ იმისი, რომ მოკლედ ფეხის მასაჟიო, ყველას ძალიან მოეწონაო, წინა ტურებიდანო რა. და ნუ ეს ტაიმ მასაჟი რაღაცა კი არისო ეგეთი ისა, რა ქვია, რეპუტაციაო, მაგრამ იქ ჩვეულებრივი მასაჟი ქვია. ეგ ერთი და მეორე, ანუ ეს ფეხის მასაჟი ძალიან სასიამოვნოა და მართლა არის უგენიალურესი know-how, რომ ადამიანი მთელი დღე რო დადის თან ტურისტი რა და ფეხები გეღლება.
და ეს ფეხის მასაჟი არის რაღაცა საოცრება და თან ისევ იქიდან გამომდინარე რომ ესენი რაღაცნაირი აი ადამიანების მოყვარული ერი არის ამ მასაჟსაც აი ისე გიკეთებენ რომ ადამიანმა დაისვენო აი ზრუნვის რაღაცა უმაღლესი ფორმა იყო ჩემს წარმოსახვაში ეს რომ აი ვიღაც ადამიანი ესე ფეხებს გიმასაჟებს თან აი ძალიან dedicated და უნდა რომ დაისვენო რა აი არ ვიცი რაღაც ანგელოზები არიან არ ვიცი საიდან მოევლინენ ანუ როგორ ჰავის გამო ალბათ და რაღაცის და ეგ დამოკიდებულება რო აქვს მაგრამ ის არის ხო და კლუბზე რა არის თქვა მიდოდა და რაზე ვფიქრობდი კიდე პროცესში რომ კლუბში ვიყავი მაგ ყველაფერი უსაფრთხოების და თან რაღაცნაირი პოზიტივის შეგრძნებას ტოვებ და ასევე მე მგონი დაცვა რომელიც ყავთ რა იმიტომ დაცვა არიან ეს ჩვეულებრივი პატარა ტაი კაცები რომელიც აგრესიულად და ისე არ გამოიყურებიან და უბრალოდ იცი რომ რაღაც უსაფრთხოებას იცავს მაგრამ აი ეს არ არის რა რომ ესე გიყურებს და შენ ამ დროს რაღაცა ხუთი ის რო გაკ ტეკილა შოთი დალეული და რო უყურებ ხა ამას ჩემ ცემა უნდა რას მიპირებს იქ რა ხდა ანუ არ გაკ შეგრძნება რაღაცა რომ აქ ამ კლუბში უსაფრთხოებისთვის საჭიროა ჯეჯგვი კაცი რომელიც ვიღაცას ცემს ანუ უბრალოდ ადამიანი რომელიც აკონტროლებს რომ ყველაფერი ოკეია თუ არა და ესე ის თვითონ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები რო არიან თან რაღაცა ზოგი შენი სიმაღლის რო არის მაგიტომ დავდი თავს საფრთხეთ რომ იცოდი რომ რამე შეძლებდი რომ მორეოდი ყველას ქუჩაში ეგეც ალბათ მათ შორის ხო და ამ იმაში მოკლედ მასაჟს რო დავუბრუნდე მანდაც მოკლედ ეს რაღაცა ზრუნვისა და სიყვარულის ისა რა აი რაღაცნაირად მოკლედ როგორ შეიძლება რომ იგრძნო რომ უცხო ადამიანს რომელიც შენ ფეხებს ამასაჟებს ანუ აი ფეხები ვისაც ჭირდება მაგრამ უყვარს ეს შენი ფეხები და უნდა რომ დაასვენოს რა ისეთი სასიამოვნო შეგრძნება რომ არ ხო და ეს ყოველდღე ვიკეთებდი მოკლედ ამ ფეხის მასაჟს მე ერთი ადგილი აღმოაჩინეთ რომელიც ძალიან მოგვეწონა და კიდე ვუბრუნდებოდით მე რაღაცა ფოტოებშიც მინდებს რომ ის თუ ნახე ეს თევზის ჩუსტები მეცვა თევზის ჩუსტები ქონდათ ეს ფლოსტები ეს თევზის ჩუსტები ფეხებს გბანენ ესე ძალიან საყვარლად და მე მიყავხარ და სპეციალური სავარძლები არის რომელშიც ესე ჯდები წამოგაწვენენ ესე და ეს ფეხები გაგაფშრიკილი გაქვს და ეგ ფეხებს გიმასაჟებენ და ძალიან სასიამოვნოა პირველ იმაზე მოუხვდი ის არის კიდე ანუ ვიტრინასავით არის რა ეს ღია შუშის ისინი და ვიღაცები უბრალოდ იქ იწვნენ და ფეხებს უმასაჟებდნენ და პირველ დღეს რო ჩავედი და ეგ რო დავინახე მეთქი რა უცნაური იმენ შებოჭილი რო ხარ შენ თვითონ რა რო გძნობ რო რაღაცებში ხარ შებოჭილი რო აი რა მოხდა ეხა ვიღაცა ფეხს უმასაჟებენ იმაში და იმას სიამოვნებას ძინავს იმ სკამში რა მაგრამ აი რაღაც ისე რო უყურებ რო მე ვიტრინაში ფეხის მასაჟი და მე რაღაც 2 დღის მერე მე თვითონ გავიშთე იქ ეს ხალხს უყურებ ხალხს ვათვალიერებდი და ეს შესაყვარელი ტაიქალი ფეხებს ვიმასაჟებდა ნუ მე ანუ იმ ხელა ეს სტრესი და ყველაფერი გშორდება რომ აი მადლიერების შეგრძნება გაქვს რა და მართლა მე კიდე რომ მადლობა და ყველასეონები და მანდ მოკლედ მაგ happy ending-ზე ვფიქრობდი მაგ მასაჟის რომ იდეაში ანუ კაცი რო იყო იმიტომ რომ ქალისთვის მგონია რომ უფრო რთული ანუ მე როგორც ქალისთვის არ გამისწორდებოდა happy ending-ი მაგ მასაჟში მაგრამ კაცებისთვის ფიზიკურ ამბავში იმდენად მარტივია ეგ რელაქსი რომ მგონია რომ ძალიან ბუნებრივი პროცესია და ანუ ეგ ვულგარულად კი აღარ შევხედე მაგას რომ შეიძლება ვიღაცა happy ending-იანი მასაჟი გაიკეთოს უბრალოდ მოდუნების აი 150% რო არის რა უბრალოდ აი ყველანაირად რო იცლები და დუნდები და მან მივხვდი რომ უბრალოდ სექსი რო ფულს იხდი მაინც პროსტიტუცია ხო და აი მაგ ხო და გააჩნია ნახე ხა ეგ თუ არიღებენ ფულს მაშინ კი არა შეხედე ხა ანუ მან ხო გააჩნია ხა კიდე როგორი კონტაქტი არის რა ანუ თუ უბრალოდ მასაჟია რომლის დროსაც ეს happy ending-ი მოყვება ანუ ცოტა ჰენჯოვის პონტი რა
რაღაც აი სხეულის მასაჟის გაგრძელება. I get it რა, ანუ ის არა რომ, მაგრამ ანუ არ ვიცი ხა ის ადამიანები ვინც იკეთებენ მაგ მასაჟს ისინი რა იმითი მიდიან, მაგრამ მე როგორც ვიგრძენი ამ მასაჟის პროცესში თავი და რელაქსებულად და მივხვდი რატო შეიძლება ადამიანს უნდოდეს ეგ, ჩემთვის ძალიან სექსუალობას დაცლილი იყო ეგ თემა რა. ანუ ოღონდ კაცი რო ყოფილიყავი. ეგ მნიშვნელოვანი ისაა, იმიტომ რომ ან ჩემთვის არ წარმომედგინა ეგრე. მაგრამ აი წარმოვიდგინე რომ ეხა კაცი რო იყო თქო და ეს რო შემეძლოს, ეს 200%-იანი რილისი ყველანაირი დაძაბულობის, ხვდები რატომ შეიძლება გამაკეთებინა, იმიტომ რომ ეგ სექსუალობა მოშორებული აქვს და რაღაც აი ადამიანური მე შენ დაგეხმარე რომ სრულად განტვირთულიყავი, აი ეგ შეგრძნება მქონდა რა. ვერ აი ფერს მასაჟს რო გაიკეთებ ტაილანდში შეიძლება მან მიხვდე რას ვგულისხმობ. არ ვიცი, მე ამ იმას რა ქვია გავუზიარებ ჩვენს ჩემი მეებს ჯგუფელებს და ისინი არ ვიცი რა სიტყვია რა შეიძლება თქვა რომ ამ გოგოს შიქო არა აქ ვიფიქრებენ, მაგრამ მეგონი არ იფიქრებენ, იმიტომ რომ 10 დღის განმავლობაში საკმარისად გამიცნეს. მაგრამ აი ხო, და ეგეთი ის დამიტოვა რა. ხოდა საჭმელზე მკითხა და happy ending-ებზე რო გელაპარაკებ ძალიან კაი. რატომ. მაგრამ აქ რა ძალიან დიდი თემა არის, ყველაფერს ვერ იმაშვები. საჭმელებს რაც შეეხება. ყველაფერი ძალიან ცხარეა. გინდა არ გინდა. რაც ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო და ცოტა ანუ ერთ დღეს რაღაცა წავედი კრუასანი ვჭამე, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი იყო. მაგრამ ძალიან გემრიელია. თან ეს იმისი რა ქვია, street food-ის კულტურა ხო ძალიან მომნუსხველია და ძალიან საინტერესო და ეგ ძალიან ასწორებს, იმიტომ რომ სულ რაღაცა პატარ-პატარა ვენდორები არიან ყველგან. სპეციალური რაღაც ეს მარკეტებიც არის, თან ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირი. რაც რაღაცა ძალიან განსხვავებული ისეთი ალბათ არაფერი არ მიჭამია, რაც სხვაგან არ მიჭამია მანამდე, მაგრამ ნუ ორიგინალში ვჭამე. და ერთ ის იყო რა ქვია წერების ჭამაც გვინდოდა მე და ჩემ roommate-ს, მაგრამ უბრალოდ აი იმდენად ემოციების გადატვირთული და ის ხარ რომ კიდევ აი მაგის დამატება რომ ეხა ის რაღაც შემწვარი ის მორიელი მომეწონა და მე მომწამლავს თუ არ მომწამლა, აი ცოტა არ ვიყავი ემოციურად მაგდენისთვის მზად რა, თან ყოველდღე ფეხების მასაჟის კეთების მერე. ხო და მოკლედ ეგ ცოტა გადავდე რომ მეთქი შემდეგ ჩამოსვლას გავსინჯავ, მაგრამ ძალიან ტურისტული move არის ეხა რომ ის შემწვარი მორიელი ჭამო რა, ანუ არავინ არ დადის და შემწვარი მორიელს არ ჭამს იქ ლოკალი და უფრო რაღაცა ტურისტული ისა ატრაქციონი მე მგონი. და ისინი კიდე მეცა რა ქვია მას, grasshoppers რა ქვია. რაც არის. ვაი, კალია, ხო. კალიები და ეგეთ რაღაცები. და ნუ ის ზღვის პროდუქტები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა ლობსტერი ვჭამე იქაც რაღაც ერთ-ერთ მარკეტზე. კარგი დიდი მარკეტი იყო, სადაც არ მოუხვევდი, ყველგან რაღაცა ხდებოდა და ყველგან რაღაცა მარკეტი იყო და ყველგან street food-ი იყო. უბრალოდ საათში დღეში საათები არ გეყოფა, რომ ჭამას აუხვიდე ქვეყანაში. და კიდე რაღაცა ძალიან საინტერესო სხვა ისინი იყო, რა ქვია, ზღვის პროდუქტები, რომლებიც გასინჯვაც მინდოდა, მაგრამ ასევე დრო ფიზიკურად, ანუ მეც ველოდი რა ჩემგან, მართალია, მაგრამ ვერ გავამართლე ჩემივე მოლოდინები. და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ეს ის იყო, რა ქვია, ზღვის პროდუქტები, ყველაფერი დავიმახსოვრე, რომ შემდეგ მილიონ ჩასვლაზე გავსინჯო და ვნახო, იმიტომ რომ მართლა ვერ ამოწურავ იმდენად ბევრი რაღაცეებია და ყველაფრის გასინჯვა გინდა და ყველაფრის ნახვა გინდა. და ეს street vendor-ები ძალიან საინტერესო ისაა რა. ყველგან ხილი ეს დახლები პატარ-პატარა იქვე რაღაცა pancake-ებს აკეთებენ კიდე თავისი სხვადასხვანაირი შიგთავსებით და ესე ყოველი ფეხის ნაბიჯზე რაღაცა ხდება და ერთ იმაში მაღაზიაში მინდოდა წასვლა, რაღაცა დავგუგლე
და ნუ ნახე ეს რა სიშორზე იყო ეს მაღაზია ძალიან 10-15 წუთის გზა იყო. ვერ ანუ 12-ზე იკეტებოდა ეს მაღაზია. მე ალბათ 10-ის ნახევარზე თუ რაღაცა გავედი სახლიდან თუ უფრო ადრეც. და 12-ის ნახევარზე ძლივს მივაღწია იქამდე, იმიტომ რომ გზად მოვხვდი food court-ზე. და როგორ შემოდის ეს დავჯექი აქ. ვა, ეს აქ რაღაცა შევჭამე. მე ავდექი 5 მეტრი გავიარე, იქ რაღაცა სხვა დავინახე, დავჯექი შევჭამე, მე გავიარე, ძლივს მივედი იმ მაღაზიამდე, სადაც მივდიოდი. ოისტერები ვჭამე. და საკმაოდ განსხვავებული გემო ქონდა, უფრო რაღაცნაირი მეტად რკინის და უფრო ისეთი არ ვიცი როგორ აი ძლიერი ის რა ხო იცი აი არომატი რა ეგეთი ოისტერები ქონდა ძალიან უხდებოდა ცხარე соуსი ну ის street food-ებზე არ ვიცი ყველაფერს ვერც ჩამოგითვლი იქ მე ჩემს Instagram-ზე რო ჩასკროლავ ნახავ და კი მიხვდები რა არის მაგრამ მოკლედ ძირითადად სულ იმით ვიყავ დაკავებული სხვადასხვანაირი საჭმელების გასინჯვით და ძალიან ვცდილობდი რომ სულ მრავალფეროვანი რაღაცები მესინჯა მაგრამ ну ერთ-ერთ დილას აღარ მეყო უბრალოდ თავი და წავედი და კროკ-მისიე თუ რაღაცა ვჭამე როგორც სამდელმა ევროპელმა კი რა მეთქი ანუ სანამ გავგიჟდი ეგეთი შილაკას კერ დამართნია ანუ იქ ძალიან ბევრ ცხარად საჭმელს ვჭამდი მაგრამ აქ რაღაცა კიდე სხვა ლეველი იყო ჩემმა იმანაც კი ვეღარ გაუძლო კუჭმა და ნერვებმა მე აბა მშიერი დავრჩები მანდ ну ხო ტაილანდური საჭმლის ну ვარიანტები გექნება просто ძალიან მწირი და ერთფეროვნად მოგიწევს ჭამა რა იმიტომ რომ რაღაცები პატარა სიცხარითაც კი ისეთი ჯიგრულად ცხარია მაგიტო ვერიდები აზიაში მოგზაურობას ჯერჯერობით და ვამბობ რომ როცა დავგეგმავ მანამდე რამდენიმე თვე მოვემზადებით ნელ-ნელა გავზრდი ჩემს ტოლერანტობას კი კაი გეგმა მასთან სიცხარესთან იმიტომ რომ აი ახლა მართლა 0 ტოლერანტობა მაქვს კი კაი გეგმა არის ეგ იმიტომ რომ თან მიჩვევაც იცის და მე მოთხოვნილებაც მეტი გაქვს და იმას ქენი კი ტრეინინგი ჩაიტარე რაღაც სკოვილის ის რო არის შკალა მაგითი რო იმაშები დღეს ეს მე ესეთ ხო და მოკლედ ეს ფუკეტში ძირითადად ესეთი კურორტული დასვენება გქონდა კუნძულებზე წასვლა წამოსვლა და რაღაცე ამ კუნძულების ნახვა და უფრო ბუნების ძალიან საინტერესო იყო ეს თვითონ ბუნებაც ანუ ამ რაღაცნაირ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც ბუნება ძალიან განსხვავებულია რა აი რაღაც მალდივებზე სხვანაირი იყო, შრი-ლანკაზე სხვანაირი იყო, აქაც სხვანაირი იყო. კი ვითომ ანუ ყველაფერი ხო მზე და ზღვა და ერთმანეთს უნდა გავდეს, მაგრამ არა. ანუ აქვს განსხვავება მაგ იმებსაც და მაგის ნახვაც საინტერესოა და იცი რა შორიდან რა გვანახე ეს და თან გვიყვებოდა ის გოგო და სასაცილო რაღაცა ტაი აქცენტით ხო ლაპარაკობდა ინგლისურად, მაგრამ ყველაფერი გავიგე. ჩემო წვრთნებმა გამასქნა. ის ხო გახსოვს ჩიტის ნერწყვის სუპი რო არსებობს. What? არაზე. არ მახსოვს საიდან, მოკლედ მაგაზე ისა ნანახი მოსმენილი მაქვს, მოკლედ არსებობს ესეთი. ოღონ არ მახსოვდა რომ ტაილანდში იყო ეგ. არის ესეთი ჩიტის ნერწყვის სუპი, რომელიც იდეაში თლად ნერწყვის სუპი კი არ არის, მაგრამ ჩიტის ბუდისგან არის და ბუდეს ხო ნერწყვით აკეთებენ ესენი რა და ამ ბუდებს მოკლედ იღებენ და მე ალბობენ და ამისგან გამოდის რაღაცა ჟელატინური ესეთი ისა რა ქვია სუპი რომელიც გამოდის უსრებს კარგად კი რომელიც ანუ ამბობენ რომ ჩიტის ნერწყვისა და მოკლედ ეს გოგო გვაჩვენებდა რომ აი აქო ამ იმაშიო კუნძულშიო ესე ადიანო იქ ბამბუკებზე ძრებიანო ამ იმებსო იღებენო ჩიტის ბუდეებსო და მოკლედ ეს არისო saliva soup ესე ყვებოდა და თან ცალკე დაფასოებულიც იყიდება და რაღაც ერთი $100 რაღაცა ღირდა მე მგონი ისა რა ქვია ბოთლი რა ძალიან მაინტერესა ანუ არ ვიცი არ ვარ მზად მორალურად რომ ეგ სუპი გავსინჯო
გონია რომ მე $100 გადახდისთვის არ ვარ მომავალურად იმ ადგილისთვის თორე ისე გავსინჯავდი ხო და აი რომ დავსპლიტოთ შეიძლება რა 50-ის გადავხდები კაი არის შენ კიდე რომ მე ვიყიდო და მე შენ გასინჯო ხო? კაი. არა ვიღაცა მინდა რომ ვიღაცას უნდოდეს რომ გავსინჯო და შეიძლება იქით ფული გადამიღოს. ძალიან უგათამავდები ხა შენ. მაგრამ მოკლედ ის იყო რა ქვია და მაგან დამაფიქრა იმაზე რამდენად მზად ვიყავი ამ იმის რა ქვია. რამდენად adventurous ვიყავი საჭმელში, იმიტომ რომ ნუ ცოტა life motto მაქვს რომ ყველაფერს გავსინჯავ ერთხელ ცხოვრებაში. მაგრამ რაღაცები არის რაც წინასწარ იცი რომ აი ხა ჩემი და რაღაც ქვეწარმავლებთან ქვეწარმავლებთანაც კი არა ჭიებთან რა მოკლედ ჭიებთან დამოკიდებულებით აი ჭიები არ მინდა რომ ვჭამ წინასწარვე და ცოტა ვეწინააღმდეგები ჩემივე იმას რა ქვია მოტოს ხო და იგი მოკლედ ამ სუპის წარმომავლობა ვნახე და იმას და ძალიან გამიხარდა რომ ვიცოდი და ყველა რაღაცა ყოველს სახე რო ქონდა რა ის ნერწყვი სუპი what და ვიცი ეს ანუ საიდან ვიცი აზზე არა რამდენი რაღაცით არის ჩემი ტვინი გამოტენი ანუ იმდენი უცნაური ინფორმაციის იმას ვაკეთებ რომ ვერ ხვდები რაღაცებს საიდან მოდის და მათ შორის არის ეს პინგ-პონგ შოუ რომელიც ანუ იცი რა არის პინგ-პონგ შოუ ხო და რატომღაც მგონია რომ ყველა მიცის და იმ კოლზეც გაცნობითი კოლი რო იყო ეს გოგოები ყვებიან რომ მოკლედ პინგ-პონგ შოუზე შეგვიძლია რომ წავიდეთ და რომ თავიდან ყველა უძალიანდებოდა მაგრამ მერე ერთი ჯგუფი წავიდა მერე დანარჩენებსაც მოუნდათ და მოკლედ ისა რა ქვია თუ გადაწყვიტათ რომ ერთად წავიდეთ და 750 ჯერ ნუ გვანახებთ პინგ-პონგ შოუს და მე ეგრევე მივხვდი რაზე არის საუბარი და ხალხი რაღაცა ცოტა გონია რომ რაღაცა პინგ-პონგის უთამაშოთ. პინგ-პონგ შოუ მოკლედ არის. მე ამ პროცესში რომ ლაპარაკობდნენ პინგ-პონგ შოუზე ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა ის დაგუგლა და ხმამაღლა კითხულობს. ამ აღწერას რომელშიც წერია რომ მოკლედ პინგ-პონგ შოუ არის ისა რა ქვია რომ პინგ-პონგის ბურთებს თავის ვაგინაში მოკლედ ათავსებენ და ისვრიან. არ არსებობს. და ეგ არის მოკლედ ისა რა ქვია ტაილანდის ერთ-ერთი ღირი შესანიშნაობა არის ეგ. ხო და ძალიან საინტერესო იყო ხმამაღლა რო კითხულობდა they put it in their vaginal cavity. და მე მოიცა წახვედით? აღარ ვიცი ვინმე წავიდა თუ არა მე ისა რა ქვია მივხვდი რომ კიდია სხვისი ვაგინებს ყურება და ისა ანუ ისეთი ტექნიკური ინტერესიც დიდად არ მქონდა რა მიხოდი რომ მე რო ლაპარაკობდით და ნუ მე რო ყველამ გაიგო რაზე იყო და ამ ძალიან ბევრი ვიღადავეთ ამ პინგ-პონგ შოუზე ზოგადად მე ის იყო რომ მინდა რომ ტექნიკურად როგორ ხდება ეთქი შენ კიდე რომ ინტერვიუ ჩამოართვა იმ რომ მიდიხარ და ქალი რომ იცვრის ამ ბურთებს და შენ ძალიან როგორ მიხვედით ამ პროფესიას ხო და ამიტომ მოკლედ რაღაცა ის ანუ ინტერესიც დიდად არ მქონდა რავი რა ანუ ოკეი ანუ აგინდან ბურთებს იცვრიან fine მაგრამ რაც ჩემი დიდი ინტერესის სფერო არის რა თქმა უნდა არის დრეგი რომელიც მოკლედ ყველაფერი დავსერჩე და განსაკუთრებით მოკლედ ჩემ დაბადების დღეზე მინდოდა რომ დრეგ შოუთი ვედროდი და ნუ ეგ სხვებსაც აინტერესებდათ მათ შორის ვინც იყო წამოსული და მოკლედ იქ ისიც მაინტერესებდა რა განსხვავება ფუკეტსა და ბანგკოკ შორის როგორი იქნებოდა და ზოგადად დრეგისგან რა განსხვავება იქნებოდა. მოკლედ იმაში რა ქვია ფუკეტში ვიპოვე რაღაცა კაბარე იყო ძალიან ფენსი რომელიც აი თეატრის იმაშია სეტაპი ან თეატრია რა მოკლედ აი რაღაც აქ რო რუსთაველის თეატრში წახვიდე და ახლობ ეგეთი ცოტა უფრო პატარა მასშტაბის და ისა და იქ იყო ეს კაბარე სტილში მოკლედ წარმოდგენა და ძალიან ლამაზი კოსტიუმები და მუსიკა და რაღაცა გადაღება შეიძლება და რაღაცა ნაწილები გადაგვაღებინეს და ის მიდევს ინსტაგრამზე და ძალიან გავერთე
ეს რომ მიდიოდი რაღაც სხვადასხვანაირი კატეგორიის ბილეთი იყო და ამ ჩვენ ბილეთში კიდე სასმელით შედიოდა და მოკლედ ძალიან გავერთე, ძალიან ის იყო ზოგადად დრეგ შოუები არის ძალიან სახალისო. აი ძალიან დიდი პოზიტივით დამოხტული გამოდიხარ იქიდან, იმიტომ რომ ყველაფერი არის მუსიკალური, თან სუპოპ მუსიკა არის, ეს კოსტიუმები არის, ცეკვა, ესა და ისეთი ლამაზები და გრაციოზულები იყვნენ. ოღონდ იქ ძირთად დრეგ κουინები როგორც არ იყვნენ ტრანსგენდერები რა, ტაილანდელი ეს ლეიდი ბოი რასაც ეძახიან, რომლებიც დრეგ შოუს აკეთებდნენ, მაგრამ ასევე ტრანსგენდერები, რომელიც ეს ერთმანეთს გამომრიცხავი არ არის, ან შეიძლება იყოს ადამიანი ტრანსგენდერი და დრეგ κουინი, შეიძლება არ იყოს ტრანსგენდერი და უბრალოდ კაცი იყოს, რომელიც დრეგს პერფორმებს, მაგრამ ტაილანდში ძალიან გადაკვეთილია და ძირითადად სულ ტრანსგენდერები არიან პლუს დრეგ κουინებიც რა. და ისეთი გრაციოზულები და ლამაზები იყვნენ. ანუ მე ესე გრაციოზულად ვერ ხელების მოძრაობა, მიხრა, მოხრა, მაღლები ესეთი ლამაზი ფეხებით და ესეთი ქალურები, ანუ პროსტო შოქში ჩავარდებოდი, რო გეყურებინა და შენს ქალობას კითხვის მიზნით დაყენებდი. ძალიან ლამაზები იყვნენ, მე მოკლედ იქიდან გამოვედით ფოტოები და რაღაცებიც გადავიღეთ და ძალიან ის იყო რაღაცა გლამურული ლამაზი საღამო გამოვიდა, მე იქიდან რაღაცა კიდე ბარში წავედით და იქ ბევრი ვიცეკვე და დავლია და ასევე არ ველოდი რომ ეგრე გავერთო. ანუ ძალიან დიდი ხანია მოკლედ რაღაცა ისეთი გართობის ისინი ქონდა, რაც არ მიქნია რა და მეგონა რომ აღარ მისწორდებოდა. მაგრამ თურმე კარგ განწყობაზე რო ხარ, ყველაფერი ძალიან გისმენდება თავის. ხო და იქ იყო დრეგ ექსპერიენსი ხუკეთში. მე მოკლედ წავედით ბანგკოკში, შიდა ფრენით. ეს იყო რა ქვია, პატარა ფრენა, დიდი ხანი არ უნდოდა, მაგრამ აეროპორტიდან სასტუმროდან მივდიოდით საუკუნე, იმიტომ რომ საგიჟეთი ტრაფიკი არის. ზოგადად ორივე ქალაქი იყო ძალიან აქტიური და ცოცხალი, აი რაღაცა საოცრად. იქაც ბანგკოკშიც საკმაოდ აქტიური ქუჩაზე ცხოვრობდით და ბანგკოკში ის იყო განსხვავება, რომ აი ფუკეტში მაგალითად რაღაცა ოთახების ისეთი დიდი იყო და ტერიტორიის ამბავში ის იყო და ბანგკოკი ეტყობა უფრო ჭიდროდ დასახლებულია და მაღალი შენობებია სულ ბევრი და რაღაცა აი რამდენიმე სართულიანი ისინი გასასვლელ-გამოსასვლელები და პატარ-პატარა ოთახები იყო ძალიან პატარა. მაგრამ ზითად დროს არ ვატარებდით სასტუმროში, ამიტომ მე არ შევწუხებულ ვარ ოთახის სიმცირით. და მანდაც მოკლედ დაგეგმილი მქონდა დრეგ შოუზე წასვლა და რაღაცები მანდ მოვძებნე და რის ნახოც მინდოდა იყო აკვარიუმი. და ვიყავი ბანგკოკის აკვარიუმში, რომელიც ძალიან საყვარელია და ცალკე თავგადასავალი მქონდა ამ აკვარიუმის პოვნაზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ იყო რაღაცა მოლში. და ვერ წარმოვიდგინე რომ მოლში იქნებოდა აკვარიუმი რატომღაც. და პლუს წავედი რამდენიმე გაჩერებით იქავრი მეტროთი. ეგეც მინდოდა და გამეტესტა. და ამ მეტროდან რომ გამოვედი, პირდაპირ გამოსასვლელი იყო ამ მოლში შესასვლელი და რო შევხედე მეთქი, შევალ მეთქი ამ მოლსაც ვნახავ თქო და იქიდან გასასვლელი ხო იქნება და მე მივალ აქამდე თქო. გამოვედი მოკლედ ამ მომიდან, რა ქვია, შევედი ამ მოლში, ვიარე, გამოვედი, ვუყურებ რუკაზე რომ ახლოს არის, ვერ ვხედავ სად არის და ან საათ ნახევარი ვერ გავიაზრო რომ ეს შეიძლება და იყოს შიგნით მოლში. მე რა მოლიდან რომ გამოვედი, სადღაც ვიარე, ეს მოლი გადაბმული იყო სასტუმროსთან. თან ოღონდ ძალიან ფენსი იყო ყოველ. რაღაცა არ მიფიქრი, არ ვიცი, ჩემს და მიბოდიალობდი ნაუშნიკები მეკეთა და მინდოდა რომ მეპოვა. თან ანუ სულ ყოველ წამს ისეთ შეგრძნება მქონდა რომ ახლოს, აი აქ არის. და ეს რა ქვია, თან ალბათ ის იყო რომ ცოტა მოწეული ვიყავი. That must be a problem. ხო, მოკლედ ამ მოლიდან გადავედი რაღაცა ძალიან ფენსი სასტუმროში. და ჩატში უგზავნე ხალხობით, ხალხო არ ვიცი აქ საიდან მოვხვდი, სადო არ რა ხდება. იმ სასტუმროდან გამოვედი რაღაცა ძალიან ვაფშე სხვა უბანში. ფაქტიურად რაღაც აღმაშენებლის ხეივანი იყო, რაღაცა ტრასაზე გამოვედი და
სულ რაღაცა პოლიცია და დაცვები და რაღაცები და ძალიან ფენსი ადგილი იყო აშკარად რა და ფეხით არავინ არ დადიოდა ამ სასტუმროში ვიღაცები ძალიან დაბრული მანქანებით რომ მოყავთ და რაღაცა ისეთი და ეგრევე გადამრთო რაღაცა სხვა იმაზე იმდენად ის გარემო რომელშიც ვიყავით ამ ჩვენ ქაოტურ პატარა ოთახიდან აქტიურ ქუჩაზე რაღაცა ფენსი იმაში მოხდი ძალიან არ გამისწორდა მეთქი ჩემს მაძუგალაობაში კანალიზაციის ზოლი დავაბრუნეთ არა ეს არ მომწონს ეს ბანგკოკი მოკლედ მე აქ რო ვეღარ გავაგენი და ტრასაზე რო ვიყავი გამოვიძახე ტაქსი და ტაქსი როგორია იცი მოკლედ იქ მუშაობს ბოლტი ოღონდ უნდა გადაიყვანო ქეშზე და არის ესეთი ოფშენი თან მარტო თუ ხარ მოდის მოპედი ან მოტოციკლი და ვიყავ ხარ ძალიან ფანარი პირველად ვიჯექი მოტოციკლებზე ანუ მე ხომ ვიხდი რომ პირველად ანუ არასდროს არ ვშავ რომ მოტოციკლი იმიტომ რომ არასდროს არ მოდომებია და სულ რაღაცა შიშის ის მაქვს ხოლმე რა და მოკლედ ესე ტაქსი მოტოციკლით გამოვიძახე რომ წავსულიყავ და ისევ იმ დაწყეული ადგილას მივსულიყავ რომელსაც ვერ ვაგნებ ხო ბოლოს მოკლედ მეთქი ისევ შევალ ამ მოლში იმიტომ რომ ისევ იქ მივედი და რო შევედი გავიტანჯე შენ მაგივედ კი ძალიან და ეს ყველაფერი იმიტომ რომ კითხვა არ გინდოდა არავისთვის საათ ნახევარი დავდიოდი და ბოლოს მოკლედ შევედი ამ მოლში და დაცვა იდგა და მანდ უკვე ვკითხე რომ მეთქი ეს სადაა თქო და ეს ხელი გაიშვირა და აქ არისო და როგორც იქნა მოკლედ ჩავედი მე აკვარიუმში რა თქმა უნდა სულ ბავშვები იყვნენ საინტერესო ის ჰქონდათ სელექშენი თან პატარა იყო მაგრამ აი რაღაც ორნაირი პინგვინი ყავდათ რაღაცები ყველაფერი მოკლედ რაც მაინტერესებს ეს ისინი მედუზები რაღაცები და ძალიან ის იყო კარგი დრო გავატარე მე ეს ტუნელივით შესასვლელი რა და ზემოდან რო დადიან ხო ეს დიდი თევზები ეგეც იყო და მოკლედ თუ ბანგკოკში მოხვდებით და მოგწონთ აკვარიუმები აუცილებლად ესტუმრეთ თან იმ ცენტრალური ქუჩიდან შორს არ იყო რა და მეტროთიც მარტივად მიაგნებთ თან თუ ფხიზელი იქნებით და ვინმეს კითხავთ და გაითვალისწინებთ რომ მოლში არის შიგნით ხო მოკლედ ეს იყო რა ქვია ესე გავატარე ის დღე და მაგ დღეს ტურში იყვნენ დანარჩენები არის ორი ეგეთი ისა რა ქვია სანახაობა რა ერთი არის ისა floating market ქვია და ეს ნავებში დადიან და ის არის მარკეტია რომელიდან ნავიდან ნავში ვაჭრობ და მეორე არის ეს არის რა ქვია railway მარკეტია სადაც მოკლედ ამ იმაზე რეილსებზე აქეთ-იქით დგას ეს ისა და მატარებელი რო ჩამოივლის ამ შუაში გადის ამ მარკეტის და აღარ ვიცი მე იმ მატარებლიდან ამის ყიდვა შეგიძლია თუ არა ალბათ ჩერდება არ ვიცი მაგრამ ნუ ძალიან შთამბეჭდავია და თან ესა ოღონდ ძალიან სასაცილო ისა რომ ამის ყოფს აღწერა ვნახე ოღონდ არ წავედი იმ სანსoti რომ აღარ ანუ მივხვდი რომ არ მქონდა ის capacity დროის და იმის იმიტომ რომ ძალიან რაღაცა 80 კილომეტრში იყო დილით უნდა ადრეამდე გარიყავი ავტობუსით წასულიყო და რაღაცა მაგრამ ჩემი თანაჯგუფელების ფოტოები და ვიდეოები ვნახე და ყველაფერი გავიგე როგორ გამოიყურებოდა და მე ვღადაოდით მაგაზე რომ სადმე რო წახვალთო ერთვაც გავგზავნთო ვიდრე ჩვენც ვიყავით აი ესეც კიდე ერთი პრაქტიკული ისა რა ქვია დახმარება ხო და მოკლედ ეგეც ძალიან ის იყო მაგ დღეს ის იმათი ისტორიები საინტერესო იყო მე ამათ ისტორიებს ვნახულობდი სანამ ამას რა ქვია აკვარიუმს ვეძებდი და ვერ ვაგნებდი და მერე წავედი drag show-ზე რომელიღაცა დღეს მოკლედ იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი ნაწილი იყო ამ იმისი და ორი ბარი იყო და ისე დაემთხვა რომ დანარჩენები მეორე ბარში იყვნენ წასულები და მე იმ ბარში წავედი იმიტომ რომ იმ ტაილანდელი drag queen-ის RuPaul's Drag Race-ში რომელიც მონაწილეობდა მის კლუბში ვიყავი და ოღონდ აი ძალიან ნერდივით მივედი იმ დროს როცა იხსნებოდა იმიტომ რომ წავიკითხე რაღაცნაირად ეწერა რომ მეგონა რომ გახსნის საათზე იწყება შოუ და თურმე შოუ იწყებოდა საათნახევრის მერე და ეს მივედი და ჯერ მაგ დაბლაგებელი იყო მე მგონი მისული თან ეს რაღაცა ფენსი სასტუმროს თავზე იყო იქიდან ძალიან ლამაზი ხედით და რომ შევედით ძალიან იყო რა გარემო ისეთი რომ ფიქრობდი რომ ან ჩვეულებრივად გვეცვა რა არ გამოპრანჭულვართ ამჯერად ინა დრეგ შოუზე გამოპრანჭული ვიყავი ფუკეთში
ხო და ეს ჩემ რუმეითს მეკითხა რომ შეგუშვებულო შეოდმეთ კი რა იმედი მაქვს რომ კი და რომ მივედით იქ დაცვა იდგა და ვკითხეთ რომ იქ ვკითხე აღარ მივლი აქეთ იქით და იქ ვკითხე რომ მეთქი ისა თქო აქ გვინდა თქო ამ იმაში თქო ბარში თქო და ცოტა ესე აგვათვარია ჩაგვათვალიერა და დავიდა პატარა ის თქო და ეჭვი რომ ეხა რო გითხრა რომ რას გავხართ მათხოვრები ვიჭაცმოლებო შლოპანცებით რომ მოხვედით აქ მაგრამ უბრალოდ მე მგონი იმაში იყო საქმე რომ ჯერ ახალი გახსნილი იყვნენ და ვერ წარმოედგინეს რომ ვიღაცას დაადგებოდა 9 საათზე საღამოს ხო და მოკლედ იქ ავედით და სანამ ეს შეივსებოდა სცენაზე ფოტოები გადავიღებ და პატარა ადგილი იყო რა ისეთი და ძალიან საყვარლობა იყო რომ ორი სცენასავით სივრცე იყო და ფოტოებს რო ვიღებდი შუქი ამინდეს და მე პოზიორებდი რაღაცას და ესე შუქს ვიდევდა და მე მოკლედ შოუც დაიწყო და ძალიან ის იყო ფანი იყო ინგლისურენოვანი იყო ნუ ტაილანდურად ვინც იყვნენ ტაილანდელები იქ ტაილანდურად ელაპარაკებოდნენ იმათ მაგრამ ძირითადად ინგლისურად იყო თან ის ჰოსტესი ყავდა რაღაცას გვეღადავებოდა და მთელი ამბები მე იქ რაღაც იმითი ფლოსტები გახდილი მქონდა და ფეხებში შეკეცილი რუზი ვარ ყველგან ეგრევე ვიჯექი და ეს მოვიდა და ძალიან კომფორტულად ხო არ ხარო აქ და მეთქი აქ ვრჩები თქო რა და ამ სასტუმროშიო მეთქი არა კლუბში ვაპირებ დარჩენას და ძალიან გთხოვ არა წადი და რაღაცას მეღადავებოდა მე რაღაცა ფულებიც ვუკუჭეთ იქ პერფორმერებს და რაღაცას და მაგალითად ძალიან კაი იყო რაღაცნაირი პატარა სივრცე იყო, მაგრამ თან რაღაცა მეგობრული და მანდაც ძალიან ბევრი ვიცეკვე და მოკლედ ყველაზე კარგ დროს დრეგ შოუებზე და გეი ბარებში ვატარებ ხოლმე, იმიტომ რომ არავინ არ გაწუხებს და ძალიან კარგად ერთობი. მაგრამ ტაილანდში აღმოჩნდა რომ ყველგან გეის არიან. და ყველგან შეგიძლია რომ გაერთო და ძალიან კარგად გაატარო დრო. ხო და მეორე ბარზე აღარ მეყო ენერგია, თორემ მზად ვიყავი რომ მეორე დღესაც წასულიყო, მაგრამ მან მივხვდი რომ მეთქი მოდი შევირიგებ რაც არის. ხვალ იმედი არ უკვდები, ან უკვდები ხრავი, მკვდარი ვიქნები. ამიტომ მეთქი მოდი შევირიგებ რაც არის, ვაცლი ჩემ თავს რომ ეს ყველაფერი შეიგრძნოს, ყველა ემოცია რაც მოხდა და პროცესოს და დამშვიდებული და ბედნიერი დაბრუნდეს უკან. ხო და მე ბოლო დღე ყველასთვის თავისუფალი დღე იყო, არაფერი ტურები, შმურებიც არ იყო და ყველა მოკლედ ესე საშოპინგოდ დავდიოდით და მეც იქვე მოლში წავედი და დავიკარგე, იქ ვიყიდე საყურეები. და აი ესე უბრალო მოლში არაფერი რო არ ხდებოდა, მაგრამ 1000 დებილობა იყო, რომელიც ძალიან მომწონს, მაგის თვალიერებაში გავატარებ მთელი დღე და საუკეთესო დღე იყო. და ის ჩანთა რო განახე, მანდ ვიყიდე. და თან ხო, რაც თავარია, მოკლედ ამ ყველა მოლში ძალიან კაი ფუდკორტებია რა. და რაღაც ან პირველ სართულზე იყო უფრო თან რო საჭმელების ყიდვა შეგიძლია და თან ფუდკორტი რო არის. და ბოლო ორი სართული იყო სულ რაღაცა საჭმელები და თან კარგები, ანუ ის არ იყო რა, მოლის პროსტა შეჭამე და წახვედი არა, ანუ ყველგან არის რაღაცა ძალიან ისა საინტერესო ლოკალი ისინი და ერთ-ერთ მოლში, ხო, აკვარიუმში რომ მივდიოდი. რომ ჩაგიგდა ის ქათმის რიგში რომ ვიდექე. აკვარიუმში რომ მივდიოდი მაგ ფენსი მოლში რომ მომშივდა, შევედი ამ ფუდკორტზე და იქ საერთოდ აღმოჩნდა, რომ მიშლენის გაიდის ისინი იყო ფუდკორტი რა და ყველა ეს რაღაცა ადგილი, რაზეც რაც შეებოდნენ ამზადებდნენ საჭმელებს, ყველა მიშლენის გაიდზე იყო. ხო და მოკლედ მანდაც ის აკვარიუმის ნახვის გარდა საჭმელიც ვნახე და ის იყო კარგი დამთხევა იყო რა. აი ეგ მიყვარს რაღაცნაირად რომ შეირნობ და შემთხვევით რაღაცას წააწყდები, ეს არის ფანარი. აი ესეთი ის მქონდა. გამოცდილებები. ფასები როგორია? ანუ იაფია ვთქვათ ჭამა. აი დღეში ჭამაში რამდენი გეხარჯება? ანუ ბევრად უფრო იაფია ვიდრე ევროპაში? კი, ჭამა იაფია, ასევე გააჩნია სად ჭამ. ფხუკეთი აღმოჩნდა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ კურორტული ქალაქია, გაცილებით რომ ძვირია, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ეს მასაჟი, აი ეგეთ რაღაც ქუჩის შეხვედი და ფეხი ვიტრინაში დავიმასაჟეში, იგივე ფასი ღირდა, რაც მაგალითად ბანგკოკში სპაში
გავიკეთეთ, აი როგორ სპაში იცი, ჩაი რომ მოაქვთ და აბა ისა და სიწყნარე რო არ და ლამაზად გაფორმებული და აი საერთოდ სხვანაირი კლასი როა, ფასის ამბავში იყო. ფუკეთი მოკლედ გაცილებით უფრო ძვირია, ბანგკოკი კიდევ უფრო იაფია. ერთი მასაჟი. ერთი მასაჟი, ესე იგი, ერთი მასაჟი 1 საათიანი ღირდა 400 სადღაც 300-400 ბატი. 300-400 ბატი არის, ეხლა ვეგეტყვი, $1 არის 34 ბატი. ოკეი. ანუ რაღაცა $3 არის 100 და ღირდა ანუ $12. ხო, რაღაც აი 20 ლარის ბაზარი გამოდიოდა რა, 20-30 ლარის თითო მასაჟი. ოკეი. და ხო, ანუ მე აქაც ყავს იაფიანი მასაჟისტი ნანახი, ამიტომ ისა, მაგრამ common ფასებიდან გამომდინარე ძალიან იაფია. თან ცოტა გამიჭირდა იმის ვაფშე გაგება სად რა დავხარჯე, იმიტომ რომ ეს კონვერტაციის 34 რო არის და თან მე კიდე ლარებში გადაყვანა და რაღაცა ძალიან, ანუ რას ვაკეთებდი, რას ვხარჯავდი, ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ თუ მოკლედ ეგ დამოუღამებული კონვერტაციის თემები ძალიან იაფადად შეგიძლია იარსებო. თან ხო, ცალკე საინტერესო ისა რომ 7-Eleven-ი არის. ეს სუპერმარკეტი. ქსელი, რომელშიც აი ყველაფერი არის, მათ შორის საჭმელი და ბოლო-ბოლო აი რაღაცა თუ გადაწყვიტე რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ფული დახარჯე ამ საჭმელში, წახვალ და 7-Eleven-ში სენდვიჩს შეჭამ რა, ანუ ის არ არის რომ ისა. და ნუ ქუჩის ისინი ეს ვენდორებიც იაფია საკმაოდ, ანუ მოკლედ ჩვენაირად გიჟივით და ტურისტულად და საჭმელზე გადარეული თუ არ ხარ, რომ ყველაფერი გინდა გასინჯო. ძვირი არ დაგიჯდება, იმიტომ რომ რაღაცა ერთი რაღაცას რო იყიდი კერძის street food-ზე რაღაც ჯდებოდა ტაილანდურ ფულში. ხო, აი რაღაც 300-ები გამოდიოდა. აი 300-ად ერთ რაღაცა კერძს შეჭამდი. რაც 20 ლარის ბაზარია რა. საკმაოდ იაფი. 20 ლარის არა, $12 გამოდის და $1 რამდენია? 2 და 8. არა, ხო, 30 ლარი გამოდიოდა. ხო, მაგრამ 20 ქართული ფასებით არ არის იაფი. ხო, და იცი რა არის, გააჩნია სად და რა სჭამდი რა. ანუ ქართული ფასებით არ არის, ევროპასთან შედარებით არის. ქართული ფასებით იაფი. და მე პროსტა ის მიჭირდა გაგება, სად რა დავხარჯე, რომ სულ რაღაცის გასინჯვა მინდოდა და ეხლა იმაში რო ისვენებ, თავს არ ზღუდავ რა. მაგრამ ცოტა უფრო ისე გათვლილად რომ მეხარჯა, უფრო ეკონომიურადაც გამოვიდოდი, მაგრამ ნუ მიჭირს ეგ რა თქმა უნდა, საჭმელს როცა ეხება თან საქმე. მაგრამ ისინიც მოკლედ იაფიანი ოფშენებიც არის რა. აი 300 ბატად ძალიან თან ისე ძალიან გემრიელად და ისე შეჭამდი ოღონდ რა. დიდი ჯიგრული პორცია და დანაყრებულიც იქნებოდი და თან კარგ რაღაცასაც შეჭამდი. მაგალითად რაღაცა რამენი ჭამეთ და სადღაც მაგდენი გამოდიოდა მე მგონი. თითო ის ბოულ. ოკეი. და აი ტურში წასვლა უფრო იაფი გიჯდება ვიდრე შენ რო დაგეგმო? ხო, ეხლა ეგეც კაი კითხვა, იმიტომ რომ მე რომ ვნახე და რომ მინდოდა ჩემი წასვლა და შევადარე ChatGPT-ს ვკითხე რაღაცეები, დავსერჩე solo travel-ი რა ღირდა და დავწონე. იდეაში არ მარტო რო წავსულიყავი მე. არ გამომივიდოდა უფრო იაფი. აი შეიძლება ორი ადამიანი რო წავსულიყავით, რაღაცა უფრო იაფი გამოსულიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დაგეგმვის ნერვები არ მქონდა, პლუს ანიყიდი უფრო იაფად ამ ბილეთს ან არა, იმიტომ რომ ეხა ის სააგენტო ეხაც აკეთებენ ტურს რა, ანუ ყოველ რაღაცა სეზონის რამდენიმე თვეში ან რამდენიმე თვე ზედიზე დაკეთებენ ამ ტურებს და სავარაუდოდ უკეთეს შეთავაზებებიც აქვს. ფრენა ესე იგი აქედან არის 7 საათი. პირდაპირია? ჩარტერული ეს არის ფრენა იყო? არა. აქედან არის უფრო სწორად. შარჟაში ქონდა გადაჯდომა. შარჟამდე არის 3 საათი და მე შარჟადან იმამდე ფუკეთამდე ან ბანგკოკამდე ორივემდე დაახლოებით ერთი იგივეა, სადაც 7 საათი არის.
Okay. ხო და იოფის ამბავში მოკლედ თან იმის გათვალისწინებით როგორ სასტუმროებში რჩებოდით და რო შევადარე ფასები მე მგონი რომ solo travel-ში არ გამომივიდო ანუ უფრო ცუდ ადგილებში და დარჩენა მომივიდებოდა იმიტომ რომ ფუკეტში რა სასტუმროშიც ვიყავით ზედ ამ ქუჩაზე იდგა რა ძალიან ტურისტულ ადგილას და თან ძალიან კაი სასტუმროც იყო და ძალიან კაი საუზმე ჰქონდათ აი ბანგკოკის სასტუმროს ნე ისეთ საუზმე აი რო არ დაგენანება რომ ჩაიძინე ეგეთი იყო და იმისი ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და ძალიან მრავალფეროვანი და თვითონ სასტუმროც ძალიან კაი იყო და ამიტომ გონია რომ უტუროდ თუ თან ისე დასვენებით გინდა და არა ის რომ ეხლა სად მე მაინც დავიძინებ და ახალგაზრდა თუ არ ხარ და მზად მორალურად იმეებისთვის რა ქვია ჰოსტელებისთვის და ნერვების დღისთვის მგონია რომ არ გიღის შენით დაგეგმა იმიტომ რომ იმავე მომსახურებას ვერ მიიღებ მაგ ფასად პლუს ტურებიც თუ გინდა რომ ეხლა რაღაცები ნახო მე მოგიწევს რომ შენთან ეძებო ის შიდა ტურები მე ფასიც ხო უნდა გაარკვიო და ნუ მოკლედ ვიღაც უცხო ხალხთან იარო და ნუ ეგ მთელი ბუღალტერია რა ამიტომ ეგ ყველაფერი დავწონე მივხვდი რომ ჯგუფური ტური თან მაინტერესებდა და თან უფრო ხელმისაწვდომიც გამოვიდოდა ამ პონჩი ბოლოს მაინც ღმერთმაიცის რა დავხარჯე მაგრამ პოტენციურად ანუ მე რომ უფრო ის მექნა ეგ წინდახედული ყოფილიყავი ეგ იქნებოდა ხო და მე ის შარჟაზე გამახსენდა ეხლა კიდე რა მოგვივიდა შარჟაში რომ მოკლედ იქ არის Air Arabia-ს ის ქონდა რა ფრენა ხო და დღეში არის ერთი ფრენა შარჟადან თბილისამდე და უკან რომ მოვდიოდით მოკლედ გადაჯდომა გქონდა საკმაოდ მოკლეხნიანი მაგრამ იდეაში ანუ ცოტა მაინც თუ დააგვიანა ну it's fine და არ იყო იმ ხელა და თვითონ აეროპორტების ახლა იმ ხელა არ არის რომ ვერ მიხვიდე რა მაგრამ უკანა გზაზე რომ მოვდიოდით თვითონ იმანაც დააგვიანა თვითონ ფრენამაც რაღაცას ყველა ფრენამ დააგვიანა ახლა Air Arabia დიდი იმითი არ გამოირჩევა ხარისხით და ასევე ვიღაცა ტურისტმა გადაწყვიტა რომ კარგი აზრი იყო რომ იმის გეითთან ტუალეტში მოსაწევი მოეწია. ანუ ოკეი, მაგრამ თვითფრინავში არა გეითზე. კი. რომელშიც ანუ ეხლა რაში არის ტრიკი და არ ვიცი ბოლოს რა როგორ გადაწყარო. მოსაწევი ლეგალურია. ან მაგ მხრივ ის არა, მაგრამ მოწევა არ შეიძლება. ტუალეტში. ანუ მაგალითად სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. შესაბამისად, მოკლედ ამის ალბათ მაგის გარჩევაში იყვნენ. 1 საათზე მეტი ალბათ მაგით დავყავდით, რომ გარჩევა იყო, მოკლედ ჯერ ვაფშე ვინქნა, იმიტომ რომ ამ გეითთან ხო ხედავთ რა და აი ესეთი მოსაწევი სტუდენტი დგას, რომ მეც კი რა ხდება, ანუ რა მე ხო რა და რო აი ზიყურები, აი ძალიან დგა. თვითონ ის იმის სტაფიც რა ქვია, ამ აეროპორტის ძალიან იმას ქნა. გაგიჟებული დადიოდნენ და ლამის ხალხს ყვნასავდნენ. ხო და მე რო ჩავსხედით, მე დაიწყო მოკლედ ამის გარკვევა, რომ ვინ რა ქნა რა. და მოკლედ ამ 1 საათი გავიდა მაგის გაგებაში. ვიღაცა მე მგონი ვიღაცა რუსი კაცი იყო, რომელმაც ვერ შეირგო ეს რა ქვია, დასვენება და თავისუფლება მე მგონი და გადაწყვიტა რომ გაეგზელებით. ჩვენც ჩაიშხამებინაობად. ხო და მოკლედ ძალიან დააგვიანა ამ ფრენამ და ჩვენ ძალიან ისე თავდაჯერებულად ჩავსხედით რომ ვკაცო 30 კაცი ვართ ახლა და ხო არ ჩვენოთ ხო არ გაფრინდება თურმე კი და რო ჩავედით მოკლედ შარჟაში ეს ჩვენი ის დაგხვდა გაფრენილი მე ვერ წარმომედგინა რომ მეთქი ალბათ ახლა რაღაცა 30 კაცის სასტუმრო და ტრანსფერის ანაზღაურება მეთქი ალბათ უფრო ძვირ დავუჯდებოდათ ვიდრე და მაგრამ ეთყობა სხვანაირი ტარიფებია და უღირთ ამიტომ მოკლედ მოგცეს რაღაცა ვაუჩერები და წავედით შარჟაში და იმასთან რა ქვია აეროპორტთან რაღაცა სასტუმროში მიგვიყვანეს და მეორე დღეს იმავე რეისზე, იმიტომ რომ დღეში ერთ რეისი იყო, მე გამოფრინდებოდით რა. თავიდან მოკლედ ძალიან ისე ვიყავი underwhelmed ამ ფაქტით და არ ვიყავ ბედნიერი, იმიტომ რომ ძალიან მალე ან უკვე სახში რო გინდა ჩამოსვლა და რაღაცა თან განეწყვე კიდეც რომ გამოერთე იქიდან და გადაერთი ამაზე და
მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 7 საათი ვიფრინეთ ბანგკოკიდან შარჟამდე, ყველა ძალიან დაღლილი ხო ვიყავით და მოკლედ რომ მივედით სასტუმროში, მანდ მივხვდი რომ არც ისე ცუდი აზრი იყო, იმიტომ რომ შევედი, რაღაც ძალიან დიდი იყო საწოლი, მარტო შევედი ნომერში. და მეთქი ოკეი. და 5-ზე რომ შევედი და თქვენ გელაპარაკებოდით მე მგონი ჩატში. რაღაცა მოვიწერე მოკლედ რომ ესე და ესე თქო და წამოვწექი ამ საწოლზე და მეთქი აი ცოტა იმას ვიზამ რა თვალს შეუქცევ. ხო და გამეღვიძა მეორე დღის 7 საათზე დილის. ანუ საღამოს 5-დან დილის 7-მდე მეძინა ისე რომ დედა ჩემი მწერს რომ სათხარ რატო არ პასუხობ. იგივე ტურში ეს ჩვენი უფროსი მეგობარი რო გავიცანი ის წერს რომ ნაიდო ხო კარგად ხარ. ხო და მეთქი კი მაგრამ დედა 14 საათი მეძინა. ხო და ჩატშიო შენ რო არ იწერებოდიო. დავეჭუდიო რომ რამე ხო არ დაემართავ. ეთქი არა მეძინა. ხო და ისა რა ქვია და მანდ მივხვდი რომ მე ძალიან ცუდ არ იყო, იმიტომ რომ მეორე დღეს ძალიან გამოძინებული ვიყავი, მე დღის ფრენა იყო და თან სულ რაღაცა 3 საათი. ჩამოვედი თბილისში საკმაოდ ჩიტივით და კმაყოფილი და უკვე ვფიქრობდი რომ მომენტ ეგეთ ფრენებზე, სადაც აი ნუ მაგხელა 7 საათი მაინც უნდა იფრინო, ხო არ ვქნა ისე რომ ეგ გავითვალისწინო ხოლმე მე თვითონ სამომავლო და მე თვითონ როცა დავგეგმავ რაღაცებს არ არის ცუდი აზრი. აი მალდივებზე მაგალითად ვიღაცებს ტურებს რო ვუყურებდი, მალდივებზეც ეგრე 7 საათიანი არის რა, ფრენა საიდანღაც გადასჯდომით არ მახსოვს რომელი აეროპორტიდან, მე მგონი სტამბოლიდან. და მან დააქვთ ეგ დარჩენა და მე უკან გამოფრენის ისა დღეები და ამიტომ მოკლედ შეიძლება რომ ჩაინტეგრიროთ ეგ თქვენს იმაში. ტყუილად დახარჯული დღე არ იქნება, იმიტომ რომ გამოძინებული, უფრო დასვენებული ჩამოხვალთ სინამდვილეში, ვიდრე იმავე დღეს რომ მთელი დღე ფრენებში ხარ რა. კარგი იდეა. ნაინო ძალიან საინტერესო თავგადასავლები მოგვიყევი და ეხლა მეც ძალიან მომინდა მოგზაურობა ეგეთ ეგზოტიკურ და თბილ ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ ვიყინებით 0 გრადუსია და წვიმს. ბალიზე წადე. მე სადვენ წავალ მე კაი ხადი, იმიტომ რომ ჯერ ეს ინტერნშიპი მაქვს და მე მეორე ბავშვი მოდის და მე სანამ მეორე ბავშვი გაიზრდება. ასე რომ კაი ხანი მაგაზე არ მოცნებობ, მით უმეტეს ეგრე შორს წასვლაზე. ჯერ ახლო როვია რომ ეგეც. ხო, ისე მაქედან კიდევ უფრო შორია მე მგონი, ხო? ეგეც. აქ წარმოიდგინე 5 საათია საქართველომდე და მე პლუს ხო. ძალიან შორია. მაგრამ აქ პირდაპირები არის ამაგეოროთ. ასე რომ არ ვიცი ამდენი 10-დან 12 საათამდე იქნება ალბათ ფრენა. ხო, ეგ ძილის პონტი თუ არის პრინციპში ან თუ გამის ფრენა ხო, ნუ მაშინ მარტო უნდა წახვიდე რა და ბავშვები ინდასაკში უნდა ყავდეს უკვე რომ დატოვება შეძლო. ხო და დავიმშვიდობოთ, მოდი ახლა ჩვენს მსმენელებს, იმიტომ რომ გრძელი ეპიზოდი გამოგვივიდა, მაგრამ იმედია საინტერესო იქნება განსაკუთრებით თუ ვინმე აპირებს ტაილანდში მოგზაურობას, ან იდეებს ეძებს როგორ იმოგზაუროს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენთ და გამოგვიწერეთ, მოგწერეთ ხოლმე ასევე თქვენი კომენტარები და გააზიარეთ ჩვენი ეპიზოდი თუ მოგეწონათ. დიდი მადლობა რომ გვისმენთ. ამ ეპიზოდის ბოლოში შევხედავთ რომელიც ოღონდ არ ვიცი. ჯერ საერთოდ იმაზე მოსაფიქრებელი ვართ ხარ გავყოთ, შეიძლება მოგვიწევს რომ გავყოთ. ამ ეპიზოდის ბოლოში ალბათ დავურთავთ ჩვენი მსმენელის პიკოს კომენტარს, რომელიც გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ძველ ეპიზოდზე. და თქვენც მოგიწოდებთ რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი ვიდეო კი არა და აუდიო კომენტარი თუ რომელიმე ეპიზოდზე გინდოდათ რომ ჩართულიყავით და თქვენც რაღაცა გეთქვათ რომ აი ეხლა მეც მინდა რომ 1-2 სიტყვა თქვა. გააქვთ მაგის საშუალება, გამოგვიგზავნეთ ეს აუდიო კომენტარი და დავურთავთ ჩვენს ეპიზოდებს, მეილს დავურთავთ ასევე თვითონ ეპიზოდს. კი, გამოგვიწერეთ აუცილებლად და შეგვაფასეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ჯერ კიდევ არ ვცდილობთ რომ მასიურად რეკლამა გავაკეთოთ და ძალიან დიდ აუდიტორიებზე გავიდეთ სწრაფად, იმიტომ რომ გვინდა რომ ორგანულად იმ ადამიანებმა გვიპოვონ, ვისაც ნამდვილად სიამოვნებს ჩვენი მოსმენა და რაღაცა ძლიერი community შევქმნათ იმ ხალხის, ვისაც
ისეთივე რაღაცები აინტერესებს, რა ჩვენ და ასევე ჩვენი მოსმენა. ამიტომ sharing is caring ჩვენთვისაც და თქვენი მეგობრებისთვისაც. დიდი მადლობა რომ გვისმენთ და იმედია მალე შემოგთავაზებთ შემდეგ ეპიზოდებსაც იქიდან გამომდინარე როგორი განრიგები გვექნება. კარგად და შევხვდებით ევროპაში აუცილებლად ტრადიციულად ვუბრუნდები ამ განწყობას. კარგად. წინა პოდკასტში ნაინომ თქვა რომ ვცდილობ რომ მეორე მხარეს დეჰუმანიზაცია არ მოხდეს და მაგას დასახმარებლად მინდოდა რომ მცირე კომენტარი გამეკეთებინა რატომ მუშაობს ეს პროპაგანდა რომლის მსხვერპლიც მეორე მხარე არის ძალიან დიდ შემთხვევათა უმრავლესობაში და ეს არის იმიტომ რომ კვლევების მიხედვით სოციალურ ფსიქოლოგიაში რაც გვასწავლიდნენ მოსახლეობის დიდ ნაწილს ან ხალხის დიდ ნაწილს ურჩევნია რომ მიიღოს ინფორმაცია მზამზარაული ვიდრე თვითონ გაარკვიოს რაღაცა გამოიძიოს და იგივე არის აზრთან დაკავშირებით ვიღაცამ გითხრას მზამზარაულად რომელი მხარე ჯობია და რომელი არა და მაგასთან დასახმარებლად წასახმარებლად რაც ისედაც ბუნებრივად არის ჩვენში თურმე ჩვენი განათლების სისტემაც ანუ საბჭოთა განათლების სისტემაც მაგაზე იყო მორგებული დღესდღეობით არ ვიცი რა ხდება სკოლებში რომ აი თუ გახსოვთ რომ მასწავლებლის უნდა დაგიჯერებინა ზუსტად ისე უნდა დაგეწერა თემა როგორც მასწავლებელი გეუბნებოდა შენ საკუთარი აზრი უნდა გქონოდა თქვა და არ დაგეწერა თავისუფალი თემა იმიტომ რომ ნიშანს დაგიწერდნენ არა შენი წერის წელში მაგალითად არამედ იმაში რა აზრები გქონდა ამაში ჩადებული და თუნდაც ის რომ ვეფხისტყაოსნის ხალთასახეებს რა ვიცი რომ დაწერდი ზუსტად ის მესიჯი უნდა ჩაგედო იმაში რაც მასწავლებელმა ჩაგიდო და არა შენი საკუთარი აზრი და ეს რაც ფსიქოლოგიაში ისაც არის და პლუს რაშიც გამოწურთნილი ვიყავით წესით უნდა იყოს პროპაგანდის ქვეშ მოქცევის იდეალური ვერსია და მაგით ვარ ზუსტად რომ სოციალურ მედიას კი ერთ თავისუფალ მედიას ერჩიან დღესდღეობით და იმიტომ რომ სამზარეულოდ სწორ ინფორმაციას აძლევს თავისუფალი მედია და არა იმას რაც თვითონ უნდა საბედნიეროდ მეორე მხარეს ქართული ხალხის დიდი ნაწილი ბრმა არ აღმოჩნდა და მაინც ხედავენ რა არის რა უარყოფითი არის და პლუს რომ ეს რუსეთი ძალიან ახლო წარსული არის და მაგის ქვეშ მოქცევა ჩვენთვის განსაკუთრებით მე მგონი ცოტა უფრო ძნელია